ინგა გრიგოლია, დიანა ტრაპაიძე, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი, საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ პირველებს, რომელსაც ყოველ პარასკევს ტრადიციულად 4 წამყვანი წარმოგიდგენთ. კვირას თქვენთან ერთად შეაჯამებენ ინგა გრიგოლია, დიანა ტრაპაიძე, ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია. რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც დღევანდელ გადაცემაში შევეხებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე სავარაუდოდ მალე დატოვებს საპყრობილეს. რა შეიცვალა და რის სანაცვლოდ შეიძლება გამოვიდეს ციხიდან დაკავებული სასულიერო პირი. დღეს ჩვენი სტუმარი ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე იქნება, ასევე ზვიად კვაჭანტირაძის ვრცელი ინტერვიუ ქართული ოცნების დატოვების შემდეგ. დეპუტატი რამდენიმე წუთში ამ სტუდიის სტუმარია. საპატრიარქოს შეცვლილი პოზიცია დეკანოზის შეწყალების საქმეზე. ეს იმ შემთხვევაში, თუ ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტის განცხადება საპატრიარქოს პოზიციას უდრის. საპატრიარქო ყველაფრისთვის არის მზად, რომ ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნისთვის. გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ დეკანოზი იქნება შეწყალებული და მოთხოვნა გაკეთდება. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გადადგამს ამ ნაბიჯს. ეს მეუფე ანტონის სიტყვებია. გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ დღეს მას დეკანოზის ციხიდან გამოგზავნილი წერილი აღარ უხსენებია. 10 დღის წინ კი რეაქციაში სტუმრობისას ამბობდა, ისეთებს წერს, რომ მისი მოსმენა საჯაროდ არ შეიძლება. გიორგი მამალაძე საპატრიარქოში კონკრეტულ პირებს მორალურ ზნეობრივი ამბით აშანტაჟებს. საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს თქვა, რომ შეწყალების მოთხოვნა ასე უპირობოდ არ იქნება. ჩვენი განცხადებით იხელმძღვანელეთ იქ ნათლად წერია, რომ გარკვეულ გარემოებებს ნათელი უნდა მოეფინოს და ამ შემთხვევაში შესაძლებელია. რამდენიმე დღის წინ კი იგივე სასულიერო პირი ამბობდა, ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთდროულად ემუქრებოდე, მეორეს მხრივ კი შეწყალების შუამდგომლობას თხოვდე. ან ერთი გზით შეგიძლია განავითარო მოვლენები, ან მეორე გზით. შეწყალების შუამდგომლობას იმ შემთხვევაში ვაყენებ, თუ კი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს და შენდობას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით. მოგეთ ახლა საკითხავია, დეკანოზი შენდობას ითხოვს თუ საპატრიარქო კეთილნებას გამოიჩენს. საინტერესოა შეუტანა თუ არა დღეს სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მეუფე ანტონმა დეკანოზ მამალაძეს სინოდის გზავნილი, რომ თუ გიორგი მამალაძე დახურავს იმ თემებზე საუბარს, რაზეც ციხიდან მის მიერ გამოგზავნილ სკანდალურ წერილშია საუბარი, მას შეიწყალებენ, რომ საპატრიარქოს შეწყალების თხოვნით მიმართავს პრეზიდენტს. უნდა ითქვას, რომ დღეს ასეთი მოსაზრება ნამდვილად გაჩნდა. ხომ არ გაიცვალა დუმილში შეწყალება. დეკანოზთან დღეს ასევე იმყოფებოდა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელმაც დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში განაცხადა, რომ მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა დეკანოზის ვიზუალმა, რომ მამალაძე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში დახვდა, რომ მას წართმეული აქვს მარჯვენა მხარე და რომ დეკანოზის თქმით კლინიკიდან მისი უკან სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა კურნალი ექიმის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. მან მითხრა, რომ ბრძოლას აპირებს, რომ მას ეკუთვნის გარეთ ყოფნა და რომ ეს საქმე არის შეკერილი. აი ასეთი პასუხით გამოვიდა ელენე ხოშტარია ციხიდან, სადაც ის ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის შემდეგ იყო შესული სკანდალურ პატიმართან. გასულ კვირას უმრავლესობის შლის პროცესი არ შეჩერებულა, როგორც იცით, ჩვენი გადაცემებიდანაც ოცნებიდან წასვლის ესტაფეტა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ გადაიბარა. ამ დრომდე მას დეტალები არ აუხსნია. გუშინ ინგა გრიგოლიას გადაცემაში უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ მიზეზები მან არ იცის, თუმცა ზვიად კვაჭანტირაძის წასვლა, როგორც ერთი კარგი გურული კაცის წასვლა, ისე შეაფასა. ცდილობს თუ არა ვინმე წამსვლელთა შეჩერებას. მიზეზების ძიებასთან ერთად ეს არის კიდევ ერთი დამატებითი შეკითხვა. თუ შეიძლება ვთქვათ პირიქითაც, რომ უმრავლესობიდან წევრების გასვლის თემა გადალაგების კარგად კონტროლირებული პროცესია. მისგან ვისაც ეს აინტერესებს. რამდენიმე წუთში ჩვენს კითხვებს, როგორც ვახოსანემ გითხრათ, ოცნებიდან გასვლის შემდეგ პირველად უპასუხებს ზვიად კვაჭანტირაძე. ის ერთ-ერთია იმ მღვდელ მთავართაგან, რომელიც დეკანოზის წერილის ადრესატი გახდა.
მან გამოიყენა სიტყვები საეკლესიო ბედუკაძეობა. ამ ასეთ წერილს მუქარანარებს და მას დავარქვი საეკლესიო ბედუკაძეობა. რა იგულისხმება საეკლესიო ბედუკაძეობაში? რა ძალა აქვს ციხიდან დაწერილ ტექსტს? რა წერია წერილში? რა მოხვება ტექსტის გასაჯაროებას? დაგვიდონ, გაასაჯაროვა და დამთავრდა სპეკულაციები ამაზე. ვინც ამას ამბობს, რომ დიახ, გამოვაქვეყნეთ და ამით იმუქრება, ან ვიღაც ამბობს, რომ კი ბატონო გამოვაქვეყნეთ, ცეცხლზე თამაშებიან მე მგონი. რა ხდება ეკლესიაში? რა პროცესი დაიწყო რეალურად სიანიდის საქმით? რა მდგომარეობაში აღმოჩნდა საპატრიარქო და რა იმალება ბოლო დროის ყველაზე ბუნდოვან ისტორიაში? როცა ყველამ რაღაც იცის, ყველა რაღაცას ვარაუდობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ან არ ამბობს. ოფიციალური გამოძიება კი მთავარ შეკითხვებზე პასუხს ვერ გვეუბნება. მეც მაქვს ინფორმაცია, რომ პატრიარქი არის მზად, რომ შეიწყალოს. უბრალოდ ალბათ შეიძლება შესაძლოა რაღაც დეტალებზე იყოს საუბარი. საქმე, რომელიც ერსაც და ბერსაც მოსვენებას უკარგავს. ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე დღეს პირველების სტუმარია. დღეს პირველები საღამოს 8-ზე 4 წამყვანი ერთ სტუდიაში კვირას შეაჯამებს. ინგა გრიგოლია, დიანა ტრაპაიძე, ნინო ჟიჟელაშვილი, ვახო სანაია. მარში, რომლის ფორმა საზეიმო არ იქნება. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანები. საჯარო მიმართვა და პრაიდის კვირეული საქართველოში გზავნილი. ჩვენ არ გვინდა გაქცევა, გვინდა ღირსეულად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ ხელისუფლებას და მოვითხოვოთ ჩვენი ღირსების სათანადოდ დაცვა. ივნისში დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 2 რადიკალურად განსხვავებული შეხედულება პირველებში. მე მაქვს კონსტიტუციური უფლება ვიყო ჰომოფობი და მე მაქვს სიტყვის თავისუფლება, ეს ღიად გამოვხატო. დებატები კობა დავითაშვილი და ნინო ბოლქვაძე. დღეს პირველები საღამოს 8-ზე. მაშასე მომდევნო 2 საათის განმავლობაში პირველები პირდაპირ ეთერშია. გადაცემის პირველი ნაწილი დამშვიდობება ოცნებასთან. ზვიად კვაჭანტირაძე, პარლამენტის წევრი, ჩვენი სტუმარია. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით, დიდი მადლობა, დაიკავეთ თქვენი ადგილი. და ეს იქნება ზვიად კვაჭანტირაძის პირველი პირდაპირ ეთერი, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მან ძირძველმა დამფუძნებელმა 2011-იანელმა დატოვა ქართული ოცნება. ბატონიათ, მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვების შესახებ, გთხოვთ მიიღოთ ცნობად. ეს იყო თქვენი გაგზავნილი განცხადება. მეტი არაფერი ქონდათ სათქმელი თუ უმრავლესობა არ ჩათვალეთ იმის ღირსად მისი ლიდერები, რომ უფრო ვრცლად გეთქვათ, რატომ ტოვებდით უმრავლესობას. ცოტა უფრო ვრცლად, მოგესალმებით. მადლობა. ჩვენ უფრო მეტის ღირსად ჩაგვრთ. ცოტა უფრო ვრცლად არა, დავწერე კიდევ ერთ განცხადებაში, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს გაუგზავნე. იქ ეწერა, რომ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე ჩემთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება პარტიის რიგების დატოვების შესახებ, გთხოვთ მიიღოთ ცნობად. მე მგონი საზოგადოება თუ ელის რაიმე გამარტებას ამის გაკეთება ძალიან მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ღრმად მწამს იმის, რომ თითქმის ყველა მიცის, რატომ დავტოვე. აი, სანამ ამ განმარტებებს მოვისმენთ, როდესაც თქვენ ბრძანებთ, რომ გარდა უმრავლესობისა, თქვენ გაუკეთეთ გზავნილი, დაუწერეთ განცხადება პოლიტსაბჭოს. პოლიტსაბჭოს თუ ბიძინა ივანიშვილს შეგიძლიათ მითხრათ და ივანიშვილი თუ ჩააყენეთ წინასწარ ბატონო ზვიად საქმის კურსში, რომ თქვენ მოდიოდით ოცნებიდან, იმიტომ რომ მე შემთხვევით არ მიხსენებია 2011-იანელები. და არ ჩავაყენე შეგნებულად, იმიტომ რომ არ მინდოდა საერთოდ სავაჭროდ გამეხადა ჩემი დარჩენა და ჩემი საკითხი. პრინციპულად არ ჩავაყენე. შეგევაჭრებოდათ, ფიქრობთ, იმიტომ რომ ზაქარია ქუსნაშვილმა ასეთი რამ თქვა, რომ არავისთვის კალთები არ დაუხევია და ამ პოზიციით არ არის ის გამორჩეული. თავის ამბებს მიხედოს და თავის ისტორიები გაიხსენოს. მე ყველა ჩემი თანაგუნდელის, ყოფილი თანაგუნდელის მიმართ ვარ აბსოლუტურად კორექტული და დარჩები ასეთივე ბოლომდე და მინდა წინასწარ უთხრა მათ, რომ მე ადეკვატურად ასეთივე დამოკიდებულებას ველოდები, მათგანაც მიუხედავად იმისა, რომ მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად არის
დისკომფორტის შემქმნელი. ბატონო ზვიად, აი ხანგრძლივი ფიქრი ახსენეთ. ეს ხანგრძლივი ფიქრი, იმიტომ რომ პირველად როდესაც მე ეს გადაწყვეტილება მივიღე, მე შევხვდი ბატონ ბიძინას პირადად ერთ-ერთზე. ეს როდის იყო? რამდენიმე თვის წინ. და უთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და მე ხა მაინც ვთვლი რომ არა ვარ. არ ვიქნები სწორი თუ დეტალებზე ვისაუბრე, უბრალოდ ანუ გამოდის რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი კი არა პირველი იყავით ვინც ამაზე ესაუბრა. მე ნამდვილად სრული პასუხისგებლობით გეუბნებით რომ შევხვდი და უთხარი ყველა მიზეზი დაუსახელე, რისთვისაც მინდოდა წასვლა საერთოდ პარლამენტიდან, რადგანაც აზრს ვერ ვხედავდი ყოფილიყავ იმ გუნდში. პარლამენტიდან წასვლა თუ პარლამენტიდან წასვლაზეც მქონდა საერთოდ საუბარი. ანუ ეს ნიშნავს რომ ბოლო მტკივნეულ თემებს კი არ უკავშირდება თქვენი წასვლა როგორც სხვა დეპუტატების შემთხვევაში, არამედ უფრო დიდი ისტორია აქვს თქვენს წყენას. ისიც ვთქვი რომ მოსამართლეთა საკითხი მე უფრო ფართოდ ვიტყოდი. ზოგადად მართლმსაჯულების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ის სადაც მივედით საბოლოოდ გახდა მართლა ერთ-ერთი წითელი ხაზი რომელიც უკვე მიბიძგა ამ გადაწყვეტილების გაკეთებისკენ, მაგრამ მანამდე იყო მთელი რიგი თემები და ეს თემები უპირველესად უკავშირდება მმართველობის სტილს, რომელიც დაფუძნდა 2016 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში თუ პარტიაში, პარტიაში და ზოგადად. რა არის ეს სტილი? კონკრეტულად გითხრათ, აი რასთან დაკავშირებით? ეს არის აბსოლუტურად რა გიქმნით დისკომფორტს? ბატონო? რა გიქმნით დისკომფორტს, როგორც პარტიაში, ასევე მე მართლა ჩემ თავზე ვილაპარაკებ, ვიხოთ იმისა, რომ დამერწმუნეთ, რომ ჩემნაირად ძალიან ბევრი ფიქრობს. მაგრამ არ მაქვს უფლება რომ სხვის მაგივრად რაიმე ვთქვა, თუნდაც იმ ჩემი მეგობრების მაგივრად, რომლებმაც რამდენიმე დღით ადრე ჩემზე უფრო ადრე დატოვეს პარტია და უმრავლესობა. მე მხოლოდ ჩემ თავზე ვისაუბრებ. მე მიმაჩნია რომ ის იდეალები, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით 2012 წელს თუნდაც, ვიდრე 1 ოქტომბერს მოვიპოვებდით გამარჯვებას და დავამარცხებდით იმ აბსოლუტურად ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც სააკაშვილმა შექმნა ამ ქვეყანაში. ჩვენ იმ იდეალებს ნელ-ნელა უკვე ვცდებოდით, განსაკუთრებით 2016 წლიდან მოყოლებული. რაში გამოიხატებოდა ეს შეგიძლია? ეს გამოიხატებოდა უპირველეს ყოვლისა იმაში, რომ თავარი მოლოდინი, რომელიც ჩვენ საზოგადოებას ჰქონდა და აქვს, მართლმსაჯულების მოწესრიგება ამ ქვეყანაში ვერ გავამართლეთ. ყველანაირ მიზეზებს ვეძებდით იმისთვის, რომ გვეთქვა, რომ ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული. ამ დროს სრული პასუხისგებლობით ვამბობ, რომ სწორედ პოლიტიკური ნება დაგვაკლდა და გვაკლია დღესაც ქვეყანაში იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ის პრობლემა, რომელიც მართლმსაჯულების. ესე იგი, აქ მოდით, აი აქ მოდით ცოტა ხანი რომ მეტად ჩავყვეთ ამ საკითხში. პრობლემაზე ვსაუბრობ და სამართლიანობის აღდგენის პრობლემა. მე რა მაინტერესებს თქვენი აზრით, ეს სამართლიანობის პრობლემა არის იმის გამო დამდგარი, რომ რაღაც ვერ გააკეთეთ გუნდში, თუნდაც იმიტომ რომ არ არსებობდა პოლიტიკური ნება, თუ პირიქით არსებობდა იმის პოლიტიკური ნება, რომ კონტროლირებული სასამართლო იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობდა, გადმოგებარებინათ, თქვენ ახლა პერსონალურად არ გულისხმობთ ხელისუფლებას და ამით რაღაცნაირად საკუთარი კომფორტი შეგიქმნათ. გასაგებია ის არგუმენტი, რასაც უმრავლესობის წევრები მეუბნებიან ხოლმე, ისინი ვინც ახლა ამ წუთში წარმოადგენენ უმრავლესობას და არა მხოლოდ მე, რომ იცით, აბა გადახედეთ სასამართლოს აღსრულების სტრატეგიას, თქვა დამდგარი განაჩენების არის თუ არა ის უკეთესი სტატისტიკა. კი ბატონო, გამომართლებელი განაჩენი მეტია, მაგრამ სადაც კი ჩნდება პოლიტიკური კომპონენტი, ხელისუფლების ინტერესი. ყველგან არის ეჭვი დასაბუთებული, არგუმენტირებული, რომ სასამართლო არის კონტროლის ქვეშ და ეს თქვენ ალბათ ჩემზე უკეთ იცით, ვინაიდან ალბათ ეს საკითხები განგიხილავთ. რახან ასეთ აზრზე ხართ დამდგარი. რატომ დავსვი ახლა ამ ხელა კითხვა? მე თქვენგან მაინტერესებს პირდაპირი პასუხი. ივანიშვილის ხელისუფლებამ გადმოიბარა თუ არა სასამართლოს მახინჯის სისტემა, კონტროლირებული სისტემა დიდი სიამოვნებით? მე ვფიქრობ, რომ გარემოცვამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმე აქეთკენ წასულიყო. იმიტომ რომ ის კლანი, ჯგუფი, მეგობრების წრე, რაც გიდათ ის დაარქვით, დღემდე აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არაპირდაპირი გზებით მაინც იმ ზეწოლის შედეგად, რომელიც განხორციელდა პარლამენტში და ეს იყო პირველი ზეწოლა, რაც პრაქტიკული ზეწოლა, რამაც ხელი შეუშალა
ამ პროცესის დაჩქარებული წესით წარმართვას იყო ერთმნიშვნელოვნად ეკაბესელიას უპრინციპულესი პოზიცია, როდესაც მან არ მოიწვია კომიტეტის ხდომა მიუხედავად იმისა, რომ მას დაჟინებით ამას ავალებდნენ და მან ამით გაწელა პროცესი და უკვე ამას მოყვა საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ეს უკვე ბოლო ეტაპი, ხო? დიახ. თუმცა თქვენ მანამდე გაგიჩნდათ ამისი პრობლემა უკვე ვიდრე ესეთი მანამდე ზოგადად გითხარით, რომ ეს იყო მართლობის სტილი, ეს იყო პრაქტიკულად კულუარული მართვა თვითონ პარლამენტისა და პარტია და პარლამენტი ძალიან არის გადაჭრილი. კულუარული ვისი მხრიდან? უბრალოდ თავმჯდომარის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის. ბატონზიად, ერთი კითხვა მინდა ასეთი დაგისვათ. თქვენ წეგან ახსენეთ, რომ გარემოცვამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ აქამდე მისულიყო საქმე. ვიზზე გაქვთ საუბარი კონკრეტულად? ანუ ივანიშვილის გარემოცვა არ მინდა ამგვარების დასახელება, ეს არის ისევ იგივე ხალხი, ვინც მოიაზრება ამ სასამართლო სისტემასთან ყველაზე დაახლოებით. არის მათი წარმომადგენლები დღესაც შეიძლება დავაკონკრეტებ. ანუ პარლამენტის თავმჯდომარე გასაგებია ამ ჯგუფის პრეტენზიები, რომლებიც წამოხვედით ქართული ოცნებიდან, მაგრამ თქვენ ხომ თავადვე ბრძანეთ, რომ პოლიცსაბჭოს კიდევ უფრო განმარტებითი განცხადება გაუგზავნეთ თქვენი წამოსვლის შესახებ. მე მაინტერესებს ვინ იყო ეს ცალკე თემა მისის აბსოლუტური ფორმალობა მე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ფორმალურად არსებობს აი გენერალური მდივანი კახიკალაძე გითხარით რა პოზიციაზე იყო საინტერესოა როდესაც აი თქვათ როდესაც თქვენ ეკაბესელიას ხვებს თქვენ ბძანეთ მე მხოლოდ ჩემი სახელით არ ვიცი მე არსად არ მომისმენია გენერალურ მდივანთან რომელ ფორმატში უნდა გვეცაუბრა არსად არ მომისმენია ანალოგიური პასუხი კადრები როცა უწევდება ზვიად იქ. მაგათ ვისო რომ მას ძალიან დიდ პატივს. ანუ არასოდეს არ ვიცხობთ, აი მე მაგალითად პროდიუსერს უნდა შეუთანხმო რაღაცა ტიპის გადაწყვეტილება, ხო, როცა არის გუნდზე საუბარი. გენერალური მდივანი, პარტიის თავმჯდომარე ივანიშვილი. არ არის კახა ამასთან. დამიჯერეთ. როგორ პარტიის გენერალური მდივანზე კი ბატონო, მაგრამ მე მისიაზე არ მომისმენია, მისი არგუმენტები მისგან წარმოთქმული არსად არ მომისმენია. ის კი არა მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის მესიჯები, რომელსაც ჩვენ ყვებულობდით, საერთოდ იუსტიციის საბჭოში იწერებოდა. ეს არის ჩემის აზრით აი ყველაზე დიდი ფრუსტრაციის საფუძველი, რომელიც მე გამიჩნდა პირადად, იმიტომ რომ ეს არ არის დემოკრატია. პოლიცსაბჭოსთან დაკავშირებითაც იგივე შემიძლია გითხრათ, წლების განმავლობაში ვიყავი პოლიცსაბჭოს წევრი და პრაქტიკულად პოლიცსაბჭოს ხდომები იყო მოწვეული ხოლმე, რომ ფორმალურად ნოტარიუსის წესით დაგვედასტურებინა ივანიშვილის გადაწყვეტილებები ნოტარიალურად გაგეფორმებინა. გადაწყვეტილებების საერთოდ არ არის ლაპარაკი. ფორმალურად დაგვემტკიცებინა კანდიდატები არჩევნების დროს. იყო ეს საპარლამენტო არჩევნები თორე უკვე გადაწყვეტილი ეს მესიჯებით ხდებოდა აი არა პოლიცსაბჭოზე საუბრობ ივანიშვილი პარტიის ლიდერი არ იყო და ის ფორმალურად საერთოდ პოლიტიკიდან გასული იყო ერთი წუთით ამას რა მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ხო იცით ტექსტები პრომეტი გვიცხარი მესიჯებში რას გულისხმობთ ანუ ზოგადად გზავნილებს გულისხმობთ თუ სატელეფონო მესიჯებს გულისხმობთ გადაწყვეტილებების მიღების სატელეფონო მესიჯები კიდევ სხვა თემაა მე უფრო მეც გეტყვით დღეს რომ ცდილობენ რომ თითქოს არანაირი მესიჯი არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით რომ მესიჯი იყო ოღონდ თავზე ცოდვას ვერ ავიღებთ ეს მესიჯი ნამდვილად არ ყოფილა ირაკლი კობახიძისგან ივანიშვილისგან იყო არა აბა ვისგან იყო არა აქვს ამას მნიშვნელობა მაგრამ ესო შეთანხმებული იყო ამას შეხაიჭავთ არავის არ იპარება აი ჩატში რომელიც ჩავარდა იმაზე საუბრობთ მესელეს კანონპროექტთან დაკავშირებით ჩემმა კოლეგამ და ძველმა თანამებრძოლმა 2011-12-იან მომკითხა ხო წაიკითხეო რა წერია შიგნით წავიკითხე მეთქი ესე იგი მიდიხარ ყველაფრიდან მე ვთქერ ეს რო წავიკითხე ეხლა ორი კნოპკა რო იყოს ორივეზე ხელს მევაჭერ მეთქი იმდენად შეურაცხყოფელი იყო ის მესიჯი რო თუ ამას მხარს დაუჭერთ ბესელიას ინიციატივას ეს ნიშნავს გაუკეთებულია როცა შეურაცხყოფილი რჩება ცოტა ასეთი მესიჯის შემდეგ და ასეთი პროტესტი როგორც გაგიჩნდათ არ უჩნდებათ უმეტესობას გასაგებია თუმცა ძალიან უხერხულია ხო თქვენ ეს ამაზე უფრო განმაცვიფრებელი ჩემთვის გეუბნებიან რომ დააჭირე ხელი ისეთ გადაწყვეტილებას რომელიც შენ ღირსების მეორე რეზოლუციაზე კენჭისხრა რომელიც ირმა ინაშვილმა შემოიტანა და თვეების განმავლობაში ირმა იხვეწებოდა რომ თუ არ მოგწონთ თქვენ დაწერეთ და მე შემოგიერთდებით. ოღონდ მოდით ეს სათქმელი რომელსაც ელოდება ჩვენი ამომრჩეველი ზოგადად
რამდენი წელია უკვე ვთქვათ ერთად. და უმრავლესობიდან იქ იყო რეჟიმად გამოცხადებაზე. შეიძლება მართლა იყოს ულტრირებული, ამას უკვე პრინციპული შობა. მანდაც მესიჯი მოვიდა მაგ შემთხვევაში, ბატონ ზვია. ამას ულტრირებული იყო შეიძლება სათაური იქა და ასე შემდეგ და პრინციპული შობა ამას არ ქონდა, მთავარი აქ იყო ის რომ პოლიტიკური ნება არ იყო. რომ მსგავს რეზოლუციაზეც მესიჯი მოვიდა? ვერ ვიხსენებ. საერთოდ როდის დაიწყო? ნამდვილად ტექნოლოგიური ნამდვილად არ მოგატყვებ, მაგას ვერ ვიხსენებ. მაგრამ მე მიკვირს რომ უმრავლესობიდან მხოლოდ 45-მა კაცმა დაუჭირა ამას. აი მესიჯები მანამდე თუ გამოვაკლებთ ირმაინაშვილის ფრაქციას 39-მა. მანამდე არ ყოფილა მესიჯი. ახლა იფეთქა. ამ თემასთან დაკავშირებით. არა, ზოგადად მესიჯები. მისაღებ კანონ პროექტებთან დაკავშირებით. ამათო იმ გადაწყვეტილება. აი ესეთი ასე ვთქვათ, სახელმძღვანელო მესიჯები. მივხვდი ახლა რასაც მეკითხები. ჩვენთან ეს პრაქტიკა დაინერგა 2016 წლიდან ამ პარლამენტში და ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა იმაზე ჩიოდა რომ ჩვენ პრაქტიკულად ერთმანეთს არ ვესაუბრებით ლაივში და ვერ ხვდებით ფრაქციის თომას საერთოდ არ მახსოვს როდის ჩატარდა. ვერ ვიხსენებ როდის ჩატარდა. უმრავლესობის თომები ტარდებოდა ხოლმე როდესაც ამის უკიდურესი აუცილებლობა ხდებოდა რომ ამის იქეთ რაღაც ბუნტი ფილმში რო მიიქნება მხოლოდ ბუნტი. აი ეს რომ არ მომხდარიყო, ამიტომ ტარდებოდა ხოლმე თორე სხვა მხრივ ძირითადად მესიჯები მოდიოდა, რომელიც მე დღემდე არ ვიცი ვინ წერს ამ მესიჯებს. ვისი სახელით იყო ისიც არ იცი? არა, მესიჯი მოდის, რომელსაც ვინ წერს არ იცის არავინ. მაგრამ მოდის როგორც პირველი გამოდის. ვინ იღებს მესიჯს, ვინ ადგენს, ვინ იღებს თავარ გადაწყვეტილებას და თქვენამდე გასაგებია რომ ივანიშვილი, მაგრამ ვისთან ერთად დიანა ძირფას არ ვიცი ვინ იღებს, არ გატყუებთ. ვინ წერს ისიც არ ვიცი. ანუ ჩვენ რომ გამოგზავნოთ ახლა შემთხვევით რაღაც კანონს. არა, თქვენ მანდ ვერ გამოგზავნით, იმიტომ რომ ეს არის აპლიკაციაში ჩატი, რომელშიც იღებ მესიჯს. და ჩატის სახელი და გვარი ხო აქ იმ ჩატში ადამიანს ვინც პოსტავს. არა. რა ამ ჩატს ქვია კონკრეტული სახელი, არა ფიზიკური პირის. შეიძლება ერთ კითხვას დავსვავ. აი, თქვენთვის ბრძანეთ, რომ კიდევ უფრო მეტად გასაოცარი იყო ირმა ინაშვილის რეზოლუციაზე წასული ოცნები და ძალიან ბევრი შენიშვნა მქონდა ირმა ინაშვილის რეზოლუციაზე. შემეძლო არც მეცა ხმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მის პათოს არ ვეთანხმები. როგორც კი მივიღეთ, შემდეგ გადმოთარგმნეს ეს ისე, რომ იცით რა ჩვენ რედაქცია არ მოგწოდა, თორე პათოს ამ დროს ეს ადამიანი იხვეწებოდა, მოდით ამდენთვის განმავლობაში ერთად დავწეროთ. გავიგე, მე სხვა რამე მინდა ეხა რომ კი სხვადასხვა ეს ნიშანდობლივია, იმდა რომ 45-მა კაცმა მაინც გაბედა და ხმა მისცა. აი, გაბედა და ხმა მისცა, როდესაც მიხვდით იმისა, რომ მესიჯი არ მახსოვს, ვახო, გულწრფელად ვამბობ, მაგრამ ის რომ ამისთვის ხმა არ უნდა მიგვეცა, ეს ამბავი იყო გავრცელებული დარბაზში. ანუ მოვიდა თქვენამდე რომ ხმა ამას ვერ ვიხსენებ მესიჯი იყო თუ არა, შემიძლია გადავამოწმო, მაგრამ ის რომ ამისთვის ხმა არ უნდა მიგვეცა. აი, ანუ რა და რისი არა, აი სწორია დიანა ამბობს, რომ თვითონ პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც გამოდის და ამბობს, რომ ამას ხმა არ უნდა დაუჭიროთ და იქ ჩვენს ერთ კოლეგას ჰქონდა აზრი ისეთი რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები გაბრაზდებიან ვერ მე მას პირდაპირ უთხარი ასევე გაბრაზებულმა რომ ჩვენთვის პირველი პარტნიორი უნდა იყოს ქართველი ხალხი. ბატონზია, აი რა მინდა რომ კითხოთ ვერ დავასრულე ჩემი კითხვა. უყურეთ, თქვენ ბრძანებთ და ყველამ დაადასტურა, ყველამ არა, მაგრამ ზუსტად ვიცით უთხوارია ინფორმაცია, რომ ეს მესიჯი მოვიდა, ეხლა თქვენს ბრძანებთ ბესელიას კანონ პროექტის ჩაგდება რომ უნდა მომხდარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიიდან მიდიოდა ყველა. ეხლა უყურეთ, იმავე დღესვე ამბობთ რომ გზავნილი მიიღეთ ყველამ ეს მესიჯის ფორმა იყო თუ პირადად ნათქვამი ამაზე არ კონკრეტებით რომ რეზოლუციისთვის რომელიც ინაშვილმა წარადგინა არ უნდა დაგეჭირათ მხარი. რას ამბობთ ეხლა თითქოს რომ თქვენს გუნდში რომელსაც ქვია ივანიშვილის გუნდი ქვია ეხლა ხო დავარქვა თქვენ ჩემს ყოფილ გუნდში. თქვენს ყოფილ გუნდში ანუ ეხლა ნაციონალების სასარგებლო თამაშის პოლიტიკა არჩეული რომ ხმა არ უნდა მისცე იმას რასაც ითვალისწინებდა ეს რეზოლუცია. რატომ გეკითხებით? კოაბიტაცია. კობახიძემ თქვა რომ აი უნისონში არიანო ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს კიდევ ერთი ფაქტორი რამაც გადამაწყვეტინა ამ გადაწყვეტილების მიღება. და თქვენ პირიქით ამბობთ რომ ისინი არიან უნისონში? ასეთი ხისტი შეფასებები, ხისტი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა დათო უსუფაშვილი, რომელიც ვიცოდით რომ სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე იდგა, მაგრამ ჩვენთან იყო კოალიციაში.
არასდროს დათო უსუფაშვილს არ უკადრებია ერთი მაინც შეურაცხყოფა მიეყენებინოს თავისი კოლეგებისათვის. და ის კოალიცია მე თუ მკითხავთ წინა პარლამენტის გაცილებით უფრო ეფექტური იყო და უფრო დემოკრატიულად თანამშრომლობდა ერთმანეთთან, ვიდრე ეს გიგანტური საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც მივიღებდა, რომელიც პრაქტიკულად შეცვალა მთლიანად დაანგრია დემოკრატიული მმართველობის საფუძველი. ერთი რამ უნდა ვახსენო, ჩვენც გვაქვს ჩათი, აქ ვინც ვხედავთ და იქ ვგეგმავთ ყველაფერს. დიანა თუ ჩაწერს რაღაც თავის იდეას, მე ამაზე მსჯელობთ. პარლამენტი არის ორგანო, რომელიც იღებს კანონებს, წარმოიდგინეთ. სადაც დეპუტატები ერთმანეთში უნდა კამათობდნენ, ისხდნენ მაგიდასთან, არ ვიცით, თუნდაც ჩატში კამათობდნენ. ესე იგი, ჩვენს ვიღაც ადამიანი ანონიმური ვიღაცა მიიღო. ეს ანონიმური ჩვენთვის არის თორე ანონიმური ვინმე სეპარებე, მე დარწმუნებული ვარ ამას ბატონ ბიზნეს არც მაგრამ არის მას მაგრამ ივანიშვილის გვერდისავლით ხომ არ მიიღება? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის პარტიის ლიდერი და მისი PR კონსულტანტები. არ მახსოვსო ფრაქციის ხდომა ბოლოს როდის შეიკრიბაო. ანუ კანონპროექტის შესახებ ჩავარდება უნდა შეასრულოს ის დავალება, და არ იცი რომელსაც პოლიტიკური გუნდი მიიღებს, თორე თავს კი არ უნდა მოგახვიოს თავისი აზრები. ბატონ ზვიად, იმ ჩატში რაიმე კამათი ყოფილა ოდესმე, არ იცით ვისე კამათებით, სიტუაცია არის საოცარი მართლა. ჩავარდა რაღაცა კანონპროექტს უნდა მისცეთ და არ იცით ვისე კამათი. ანუ დირექტივის ფუნქცია აქვს ამ ჩატს, ბატონ ზვიად. ესე იგი დირექტივა მოდის და იქ აღარც იხილება, ხო? ჩათი ამის დამწარსულზე საუბარი და იცით რა, იმ დღეს, როდესაც ეს განცხადება დავწერე, მიხედავთ იმისა, რომ ძალიან ზედმეტი წონა მაქვს, მეგონა რომ ერთი 30 კილო დავიკელი შემსუბუქება ვიგზელი. თავისუფლების განცდა გაქვს. აი, როგორი განცდა, იცით და რო გამოვედი, მე ინგა მიცის ზაღლი მყავს სარაჩეულებრივი სახლში. როტვეილერი. და ვასეირნებ ხოლმე დილით ადრე და გვიან საღამოთი მთელი 2 საათი. ძალიან გვიან, მაგრამ მაინც მეზობლები სხვანაირად მესალმებიან. რა დღეში ყოფილ ხართ მაგრამ ხო და ისეთი ბედნიერება არ მეჩვენება ნამდვილად ადრე ისე ხდებოდა რომ ადრე ისიც არ ვიცოდი თუ ამდენი ძაღლი იყო ქალაქში სანამ ამდენი გამსეირნები სანამ თავისუფლება არ მოიპოვეს სანამ ხელში არ გამოიხედეთ მოკლედ ყია და რისი თქმა მინდა მე ამას ვგრძნობ და ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ მიმიღია ჰაერზე მე სულაც არ ვთვლი რომ ეს ტრაგედია ქართული ოცნებისთვის მე მართლა ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი იმიტომ რომ ეხლა არ ვიტყვი რომ ქართული ოცნება და მისი რაღაც დებულება და ის ჩემთვის დედაენა იყო თუ ბიბლია მაგრამ მართლა ველოლიავებოდი იმ იდეას რისთვისაც ვიბრძოდით 2012 წელში მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. აღარ მინდა ქართულ ოცნებაზე ლაპარაკი რა და არ მინდა შევაფასო თუ ისინი გააკეთებენ კარგს და ყველაფერს ამოქაჩავენ რაც აქამდე უნდა გაგვეკეთებინა ყველას ერთად მე მხოლოდ გამიხარდება და მე ჩავთვლი რომ მე ვიყავი ერთ-ერთი ის ადამიანი ვინც ამისკენ უბიძგა ოცნებას მაგრამ აი უყურეთ მაგრამ ნამდვილად არ უსურვებ ცუცს ვინმეს ამ პერსონალად ამ პარტიას მაგრამ მე ხვდები რომ მე მათთან საქმე აღარ უნდა მქონდეს. მე ხომ ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, ვინ როგორ მართავს ჩვენს ქვეყანას, ხო? ანუ ქვეყანა როგორ იმართება, არ მესმის რომ არ გინდა წარსულზე საუბარი, მაგრამ რეალურად აი ამ თქვენი საუბრით მთავარი აქცენტები კეთდება იმაზე, თუ როგორ იმართება ქვეყანა. მე თუ ძალიან ეხლა უტრირებას არ მოვახდენ და ძალიან არ გავაუბრალოებ თქვენს ნათქვამს და მეთანხმებით, რომ ქვეყანა იმართება ქვეყანა იმართება კორპორატიულად. კორპორატიული წესების მიხედვით. რაც ქართველი ხალხის მენტალიტეტს ვერასდროს ვერ შეეგუება და ვერ მოვა თანხმობაში ქართველი ხალხის მენტალიტეტთან. კორპორატიული მართლობა იყო სააკაშვილის დროსაც, როდესაც ყველაფერი თავს იყრიდა ერთ უზენაეს
პიროვნებასთან მიხეილ სააკაშვილთან. სააკაშვილის დრო ახსენა ეხა ბატონმა ზვიადმა და ჩატის და მესიჯების ამბავი გამახსენდა. ნაციონალური მოძრაობა რომ აი ზეობის პერიოდში იყო, დათო ზურაბიშვილმა ერთ დღეს დატოვა, მოკლედ ეს კოალიცია თუ რაც იყო, როგორც ერთად შევიდნენ და მე დამირეკა მაშინ რეაქცია მიმყავდა იმედზე და ჩემი ჟურნალისტი მივიდა, უბრალოდ ჟურნალისტმა დამირეკა, რომ დათო სურს კომენტარიო და მან გააკეთა ასეთი განცხადება, რომ მე დღეს ვტოვებო ამ გუნდს, იმიტომ რომ მესიჯი მომივიდა, რომ არ მიხვიდეთ დღეს არც ერთი, ასევე საერთო ჯგუფი იყო, პარტიული თუ კოალიციური, არც ერთი არ უნდა მიხვიდეთ ამიერიდან ტელეკომპანია იმედის ეთერში და პირველი პროტესტი მაშინ მახსოვს, რომ ქონდა დათო ზურაბიშვილს და ძალიან მეცნობა, ანუ მართვის სტილში გამოდის, რომ არაფერი იცვლება, ბატონო ზვიად, ისევ ესეთი დირექტივები, ბრძანება და ესა რა ქვია, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდს, ნაცების მმართველობის პერიოდს ნამდვილად თუ შევადარებთ. არა, მართვის სტილზე მაქვს საუბარი, ქართული ოცნების განსაკუთრებით პირველი პარლამენტის კორპორატიული იყო. არა, შედარება მაინც არ შეიძლება. არ შეიძლება შედარება, ნინო. თქვენ ძალიან კარგად იცით, სად ვიყავით, მოდიშте რა ქაქშიც ვიყავით და რა პროგრესი განვიცადეთ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ბევრად ეს თავის საკუთარ თავზე ვერ იგრძნეს. ამისი აუღიარებლობა უბრალოდ არ შეიძლება. რისი? პროგრესის, ნახტომების, ეკონომიკური განვითარების, რეფორმების და ასე შემდეგ. ალბათ ეხა ამაში რომ არ დამეც არ ვდაობთ მაგაზე. მე ვამბობ იმ წნეხზე, რომელიც საზოგადოებაზე იყო, იმ აბსოლუტურ უკანონობაზე, რომელიც ნაცების დროს არ ვიცი რა სიტყვა გამოვძებნო, მეფობდა ამ ქვეყანაში. ის ღირსების შელახვა, რომელიც იყო ყველა ფეხის ნაბიჯზე. და ის აბსოლუტური უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო. ამას ეხლა ოცნების პერიოდში ნამდვილად ვერ იტყვი, რომ ამას ადგილი აქვს. აი ღირსება შელახულთა მაგალითები რომ გაჩნდა ქვეყანაში, სარალიძე, მაჩალიკაშვილი, რომლებიც ეს სიმბოლოები არიან. კი ბატონო და ძალიან ძიმეა ისტორიები. კი ბატონო. თქვენ მაშინ აი სულ მაინტერესებს, ნუ თუ არც ამაზე გისაუბრიათ შიგნით. გუნდი არ ნამდვილად იყო ამაზე საუბარი, იყო ნამდვილად, მაგრამ ეს არის თემები, რომელიც ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ იყო კომპეტენტური ორგანოების ასე ვთქვათ კომპეტენცია. და არა გუნდის და არა პოლიტიკური გუნდის, ატოქია პოლიტიკური გუნდი, ისიც არ ვიცი ხა ამ წუთისთვისაც არ ვიცი რატო ქვია უმრავლესობას პოლიტიკური გუნდი. და აი იქ არის აბსოლუტურად სხვადასხვა ინტერესების, სხვადასხვა შესაძლებლობების და სხვადასხვა მისწრაფებების ადამიანები. თუმცა ეს სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები თუნდაც პრაგმატულად არ ფიქრობდნენ იმას, რომ ასეთ შემთხვევებს გადაყვება ხოლმე ხელისუფლება. პრაგმატულად არ უფიქრია უმრავლესობას ეს, რომ ეს უბრალოდ არ შეიძლება. უმრავლესობაში ძალიან ბევრი კარგი ადამიანია. ამაში დამერწმუნდა. ეჭვი არ გვეპარება, შეუძლებელია რომ წესიერი, პატიოსანი, მშრომელი ადამიანები, ნიჭიერები, განათლებულები, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. მართლა გულწრფელად გეუბნებით ამას. მაგრამ თვითონ სისტემა ისეთი შექმნილი, რომ არც ინიციატივა სჭირდება ამ ადამიანების არა. საპარლამენტო, ეხ თქვენ რა ვიტყვით, საპარლამენტო თავგამოდება და არის ძალიან დიდი პოლიტიზაცია ცალკეული ინდივიდების. პარლამენტი არ გახდა ტექნიკური, არა. ეს ეხლა იწყება. და მე ბავშვებს დიდი იმედი მქონდა, რომ ამ ახალი კონსტიტუციის მერე მე ასეც ვაპირებთ არჩევნური წელიწადი, მაგრამ მე სხვა რამე მინდოდა მეთქვა, მივხვდი დაუბრუნდები ახლა მაგ შეკითხვას. მე მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენი დღევანდელი შემადგენლობა რაც იყო პარლამენტში წარმართველი ძალა უმრავლესობა, უფრო ტექნიკური ფუნქციის შემსრულებელი გახდა, ვიდრე შემოქმედი და პოლიტიკის გავგებებელი. ეს არ იყო წინა პარლამენტში. მაშინაც იყო ბიძინა ივანიშვილი. ხო, მესმის. და მაშინაც იყო ავტორიტეტი. აი ერთი პარალელი რომ გავავლო, კოალიცია სხვანაირად იმართებოდა. იმ კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრიც ვიყავი და გაცილებით მეტი აღარ ყოფილიყო ის კოალიცია და მარიგრიგო დააყენა რიგში ის არსებული გარემოწმების შევეცდები. პარალელი გავავლო, ეს იყო სიტუაცია, რომელიც შეიქმნა. ძალიან თუ არ გამიპროტესტებთ, აი შევარდნაძის დროს თუ გახსოვთ მოქალაქეთა კავშირის შიდა პროცესები
ძველები და ახლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შევარდნაძემ ახლებზე გააკეთა გათვლა და მე რითიც დამთავრდა მისი მმართველობა გახსოვთ. ხომ არ შევადაროთ იგივე პროცესები. არა, მოგიგეს ახლა იმ ახალგაზრდების გუნდმა. აი თქვენ რომ ძველი საწყისიდან საფუძვლებიდან რო იყავით ოცნებაში 2011 წლიდან თქვენს ეკაც გედიც აზრი არ აქვს ამაზე საუბარი. რატომ? თქვენც წამოხვედით და ისინი დარჩნენ. ძველის და ახლის ჭიდილი. აბა ვის ჭიდილი? ღირებულებების ჭიდილი. კობერიძე ახალია თუ ძველია? ახალია, იმიტომ რომ ახალი გუნდის წევრია. ხა არ მინდა დავასახელო სხვა ახლების სახელები, რომლებიც ისევე ფიქრობენ როგორც მე, იმიტომ რომ ამის უფლება არ მაქვს და არ მინდა ისინი უხარყო. თავმოყარების და უთავმოყარების ჭიდილია? ძალიან მალე ნახავთ თქვენ რომ ეს პოსტულატი რაც ვრცელდება რომ ეს არის ძველის და ახალის ჭიდილი, ეს არ არის საფუძვლიანი მოსვლა, ეს არ არის სიმართლე. ამით ხომ არ დაანონსეთ ეხლა რომ შემდეგი კობერიძე იქნება? არა, კობერიძე არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც მოაწერა ხელი ამ ინიციატივას და წასასვლელია, ხო? ვისაც უთხრეს რომ თუ მოაწერდე ხელს წააწა. ანუ ვიღაცები კიდევ წავდნენ. გარისკა ჩვენ ყველამ ხომ აღიარეთ ეხლა გამოცდილი ხალხი ხართ, მართლა გავრისკეთ ამ მესიჯის შემდეგ, ჩვენ ვიცოდით რაზეც მივდიოდით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, მე ძალიან გამიკვირდა იმ დღეს რო არ გამრიცხეს პარტიიდან. მაგრამ დაგიბარეს პოლიტსაბჭოზე, იყავით იქ ივანიშვილმა რომ დაგიბარეს. არა, ვინც ინდივიდუალურ შეხვედრები. ვინც პარტიის აი ამ მესიჯს არ დაემორჩილა, ყველანი ხომ დაგიბარეს? არავის მე პირადად არავის არ დაუბარები. არა, მართალია ერთხელ დამიბარეს და უთხარი რომ ქალაქში არ ვიყავი და ვერ მოვასწრებდი მისვლას, თორე აუცილებლად მივიდოდი წინა სამ შეხვედრაზე, სადაც იყო განხილვა ამ სასამართლოების თემით, მე არ მივედი შეგნებულად. იმიტომ რომ ჩემთვის ეს საკითხი უკვე იყო დახურული და გადაწყვეტილი და მე არ მინდოდა მიმეღო მონაწილეობა იმ პროცესში, სადაც არ წმუნებდნენ იმაში, რაში დარწმუნებაც იყო ჩემთვის პირადად. აი თქვენ ახლა პრაქტიკულად დაანონსეთ პარტიის თავმჯდომარეს? დაანონსეთ რომ ბატონ ბიძინას არ წმუნებთ. სხვებიც სწავლენ. აი რაღაც ასეთი პათოსი გაქვთ. ფიქრობთ რომ სხვებიც რა იქნება ახლა თითქოს რაღაცა პროცესი თითქოს ბიძგი რა იქნება ამის რაიმე საკითხის გარშემო მოხდება კიდე. მიცემულია უკვე და ეს არის პროცესი რომელიც გაგრძელდება ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ჩვენი მიზანი სულაც არ არის ის რომ ქართული ოცნების მიერ შექმნილი უმრავლესობა დაიშალოს ისე რომ ხელისუფლების კრიზისი გაჩნდეს. შეიძლება რომ აქამდეც მივიდეს ისე ეს არ არის ჩვენი მიზანი. მესმის რომ მიზანი არ არის, მაგრამ თუ პროცესი ბუნებრივია. ჩვენ გვინდა ჩვენი მოქმედებით და ჩვენი გააქტიურებით უფრო მეც გეტყვით ორი სიტყვით ჩემს თავზე. მართლა არ წარმომედგინა, არ მინდოდა, არ ვიყავი დაინტერესებული ბატონ ბიძინასაც უთხარი. არ მაქვს პრეტენზია. არანაირი მაღალ რაღაცა იმებზე. ერთი ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი ვარ, გინდ გამომეტყველებით, გინდ ფიზიკური შეიპით, გინდ ჩემი შინაგანი არსებით, არ მაქვს განსაკუთრებული პრეტენზიები ისეთ ხალხს აქვს, რომელსაც არ უნდა კონდეს, მაგრამ არც მე არ მაქვს მეთქი, მე ვუთხარი და მირჩენია რომ საერთოდ წავიდე, იმიტომ რომ ჩემ თავს აქ ვეღარ ვხედავ მეთქი და მართლა მითხრა რომ ძალიან ნაჩქარებია ესო, ყველაფერი დაალაგდებაო და დაუჯერე და დავრჩი. მაგრამ არ მინდოდა მეორეჯერ მასთან ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცოდა ჩემი აზრი და ძალიან ბევრ რამეში დამეთანხმა. ამაში აბსოლუტურ პასუხისმგებლობას გიცხადებთ, რასაც ვამბობ. მაგრამ ნახეთ ბატონ ზვიად ფსონი მაინც გაკეთდა ყობახიძის გუნდზე. მოდი ხო პირდაპირ დავარქვათ სახელით რომ ახლებში თქვენ ამბობთ რომ ვერ მოვიაზრებთ. მე მიმაჩნია რომ ბატონი ბიძინა უშვებს შეცდომას. ამას ვამბობ ხმამაღლა. და დღემდეც მას არაერთხელ უღიარებია თავის შეცდომები. უდიდეს პატივს სცემ ამ ადამიანს. თუნდაც იმისთვის, რაც გააკეთა 1 ოქტომბერს და მთელს იმ პროცესში, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენ შევძელით არჩევნების მოგება. თუმცა მარტო იმის ძახილი, რომ ეს მარტო ბიძინას დამსახურება იყო, არ იქნება სწორი. ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რომელმაც დაიჯერა და რომელიც გაყვა ბატონ ბიძინას. და რომ დაიჯერა, გაყვა და მეორე დღეს აღარავინ აღარ გვახსოვს მათ შორის. ვინ ჩვენს გვერდით იდგა, ეს არის ტრაგედია ჩვენი რეალობა. და თუნდაც ბოლო არჩევნების დროს, ქალბატონის სალომეს არჩევნების შემდეგ, როდესაც ყველას დაუძახეთ, ლამის ვიაჯებოდით, ვეხმეწებოდით ტელევიზორიდან, რომ მოდი დაგვიდექით გვერდზე, იმიტომ რომ არასწორად დავიწყეთ ქალბატონის სალომეს მხარდაჭერის კამპანია. აბსოლუტურად არასწორად. მე საერთოდ შტაბ-ჭრილმა მჩებოდა, რომ ჩვენ საერთოდ არ უჭერდით მას მხარს. და მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა აზრი, რომ
ჩვენი საკუთარი კანდიდატურა უნდა წაგვეყენებინა და შინაგანად ძალიან ბევრი არ იყო მოტივირებული პირველ ტურში რომ ქალბატონის სალომესთვის ხარი დაგვეჭირა, მაგრამ შემდეგ როდესაც დავინახეთ რომ გრიგოლ-ვაშაძე იყო აბსოლუტურად გამორიცხული, თვითონ ხალხმაც მოინდომა რომ აქტიურად დაგვეჭირა ხარი ქალბატონის სალომესთვის. ეს მე არ მეხება, იმიტომ რომ მე იმდენი წელია ვისწავლე ქალბატონის სალომეს, თქვენ იცით ამის შესახებ. ჩემი დამოკიდებულება ის და მიიცით, მაგრამ მე ჩემდა გასაკვირად გეუბნებით რომ როდესაც მისი საარჩევნო კამპანია იყო, არსად აი აქ მინდა გამოვყო. ძველები პრაქტიკულად ჩართულები ეგრეთ წოდებული არ ვიყავით. ჩემ საკუთარ მცირე მამულში გურიაში როდესაც საარჩევნო კამპანია იყო, სრულად შემთხვევით გავიგე და დაურეკე ქალბატონს სამს ვთქვა, მე არ გინდათ რომ წამოვიდე მეთქი და მითხრა რომ არ იცოდა იმის თაობაზე, როგორ იგეგმებოდა, რა იგეგმებოდა და ვინ აწყობდა ამ შეხვედრებს. და ვინ აღმოჩნდა იქ? არ მაინტერესებს ვინ აღმოჩნდა. არჩილ კალაკვაძეს ჩააბარეს ხო გურია? აჩიკო იყო შეხვედრებზე. ერთი კარგი გამოვიდები ალბათ კი ვერ მართავდა თავის კამპანიას. მე ისიც ვამინდა რომ მე ჩემინებით ჩავედი და ჩემინებით ავედი სცენებზე და ჩემინებით გამოვედი სიტყვით. მაგრამ სამზურაბიშვილმაც რომ არ იცოდა რას უგეგმავდნენ ეს კიდევ ახალი ამბავი. თუნდაც იმ შემთხვევაში თუნდაც მადლობა ღმერთს და დიდება უფალს რომ ესე რა ქვია აი ასეთ სიტუაციაში ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. იმიტომ რომ ბოლო მეორე ტურში მოხდა აბსოლუტურად ხალხის მობილიზება. ინანებსო ძალიან კარგია რომ მოხდა. ინანებს ბიძინა ივანიშვილიო შეცდომას უბრალოდ ძანეთ რომ არა ხო ეს მე დავამატე უნდა კითხვაში უნდა დამესვა. მე ვამბობ რომ შეცდომას უშვებსო ფიქრობთ რომ მას დაუდგება პერიოდი როცა ის ინანებს თავის არჩევას. ეხლა რაც ხდება მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა რომ გუშინ აჩიკო ამბობდა თქვენს ეთერში უყურეს უყურეთ მოგეწონათ ერთ-ერთ საყვარელ გურულად გამოგაცხადა. ერთი საყვარელი გურული კაცია. თვითონაც არის ნახევრად მეგრელია მართალია, მაგრამ ის არა ქვია. გურულობაში მაინც უთვლით. არა, სხვა რამე მინდა თქვა, გურულობაზე ლაპარაკი შეიძლება როცა ანეკდოტებს ყვები იქა და მთელი ამბები. ერთი კარგი ანეკდოტი კი არის, შეიძლება კარგი გურულისთვის ის ყველაფერიც რაც თქვენ ყვები, რასაც თქვენ ყვები. ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის შვილები, განურჩევნად აჩიკო მე მეკითხებოდა შენ მითხარიო რატო წავიდნენო და აი ეხლა უთხარით ის მან სხვათა შორის გურიანი ოსტატ გურულებზე ვსაუბრობდა გურიანი ოსტატ თქვა რომ მე უფრო მეტ განმარტებას ველიო ზვიად კვაჭანტირაძისგანო და მოკლე განმარტება გაუკეთეთ იმიტომ რომ მე მეკითხებოდა მე აჩიკო მიყვარს ადამიანურად გულწრფელად ვამბობ ეხა დასამალერარო ერთ-ერთი ვიყავი რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს აგერ არიან ჩვენი ძველი პოლიცსაბჭოს წევრები და იციან როცა მისი კანდიდატურა წყდებოდა მაჟორიტარად ჩემი გამოსვლაც ახსოვს კვირიკაშვილს ძალიან კარგად იქ იყო სხვა კანდიდატურებიც და საბოლოოდ არქილზე გადაწყდა პირველად ძალიან დიდ პატივსაცემ არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი მაგრამ ეხლა ნუ მალაპარაკებთ აჩიკოს იმიტომ რომ აჩიკოს აქ როლი არაფერში არ მიუძღვის მესიჯი მოვიდა ჩვენს ჩატში პროდიუსერის რომ რეკლამაზე უნდა არა ერთი კითხვა მაქვს ბატონ ზვიადთან მე ახლა მეც გისმენთ მაყურებელი გისმენთ რომელსაც დარჩა შთაბეჭდილება ალბათ რომ დღეს ქვეყანას მართავს ვიღაც უხილავი ხელი რომელიც ჩატში წერს რაღაცებს აი მოკლედ რომ თქვა დღეს ვინ იღებს ქვეყნის მომავალზე გადაწყვეტილებებს რომ ძალიანაც არ შეეშინდეთ რომ შეიძლება სულაც არ არსებული ადამიანი წყვეტს მათ ბედს რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ როგორ მზადდება ეს გადაწყვეტილებები? აი აქ არის პრობლემა. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ახლა ის ადამიანი, რომ ყველაფერი იცოდეს, როგორც მოცემულობა თავიდანვე. მასაც სჭირდება მრჩევლები, კონსულტანტები და ასე შემდეგ. აი ის უახლოესი გარემოცვა, ვინც ეხლა როგორც თქვენ ჩვენს გვინდა. მე არ ვიცი, მან ხომ იცის ვინც არის და ხო ხედავს საით მიდის საქმე. ასეთი გარემოცვის და ასეთი მრჩევლების და კონსულტანტების დახმარებით. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იგი დასკვნებს გამოიტანს, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა მას ძალიან დიდი კულტურა გააჩნია იმისა, რომ ადამიანებს მოусმინოს. მაგრამ რაღაც დღემდე არ მახსოვს, რომ საბოლოოდ ადამიანების არზე გადმოსული იყოს. მაინც თავის არზე. ეს ის მითია, ხო, რომ პრინციპულობა არის ძალიან კარგი. ის ძალიან დიდი ფართო ნატურა ადამიანია, ძალიან საინტერესო. პირადად არ ვიცი. მე მას მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ზუსტად პატივისცემის ნიშნადაც თუნდაც
რომ არ მინდოდა ყოფილიყავი გუნდში, სხვადასხვა ყოველთვის ბოლომდე პატიოსნად შევასრულე გუნდის წესი, რომ არიდეთ ამ შეხვედრას არასოდეს გუნდის პრობლემებზე გარეთ არ მისაუბრეთ, თქვენ ხართ აგერ. კი, დაკვირვებული ცვალა ნამდვილად. სამაგიეროდ ახლა ისეთები თქვენ იცით რომ არასოდეს არავისზე საყვადური არ დამცდელია და გუნდი, სანამ გუნდის შიგნით ვიყავი. და არ ვაკადრებ იგივე ბიძინა ივანიშვილს რომ ვიყო მისი გუნდის შიგნით და შიგნიდან გარეთ რაღაცები. მე დარწმუნებული ვარ ეს ჩათი აუცილებლად ისტორიკოსების ხელში მოხდება. ამის მიხედვით თუ დაიწერა საქართველოს ისტორია მარტივად შეიძლება ახლა და დასკრინმაც. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა, იცით, აი ძალიან და ბევრი რამ გითხარით ისეთი, რაც თქვენგან იყო საინტერესოდ მოსასმენი, კიდევ ერთხელ ვამბობ 2011-იანელები, რაღაც ისე გამოდის მაინც რა, რომ ძველი ვინც გააკეთა საძირკველი ის ხალხი ნელ-ნელა ეცლება და კი არ დამეთანხმეთ, მაგრამ შემთხვევით არ გავიხსენე შევარდნაძის დროინდელი პროცესები და არის თუ არა დიდი შანსი, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს, რომ ახლების ხელში ერთ მშვენიერ დღეს ბიძინა ივანიშვილის სათქმევინო საწახვედით სახში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო საინტერესო ინტერვიუსთვის. წარმატებას გისურვებ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ძალიან საინტერესო თემით ასევე ეს უკავშირდება დეკანოს გიორგი მამალაძეს მეუფე პეტრე ჭყონდიდის მიტროპოლიტი უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. დროებით. დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ პირველებს, გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ციანიდის საქმეზე, დეკანოსთან დაკავშირებით ცვლილებებია, აი საინტერესოა, რის სანაცვლოდ შეიძლება დატოვოს დეკანოსმა გიორგი მამალაძემ საპყრობილე. ფაქტია, რომ ყველაფერი აქეთკენ მიდის და დღეს ერთ-ერთი მიტროპოლიტი, რომელიც იმყოფებოდა საკანში და შემდეგ გამოვიდა მეუფე ანტონი, მან თქვა, რომ პრაქტიკულად ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ამას შემდეგ დასჭირდება პრეზიდენტის თანხმობა. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს გადაცემაში, ის პირდაპირ ეთერში იქნება. ახლა მეუფე პეტრე წავა ჭყონდიდის მიტროპოლიტი. საღამომშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა პირდაპირი ჩართვისთვის. მოგესალმებით ჩვენი სტუდიიდან. საღამომშვიდობისა, მეუფე, მადლობა რომ დავხმართ ინტერვიუზე. პირველი რაც მინდა გკითხოთ უკავშირდება სწორედ დეკანოს რასაკვირველია თქვენი აზრით და თქვენი ინფორმაციით რა შეიცვალა ამ დღეებში? ჩვენ გვესმოდა საპატრიარქოს პოზიცია შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ცოტა სხვა ინფორმაცია მივიღეთ, რომ შესაძლოა დეკანოზმა დატოვოს ციხე შეწყალების შედეგად. რა მოხდა? საღამომშვიდობის მოგესალმებით. მოგესალმებით. მე ვერ დავარქმევდი ამ მოვლენას ცვლილებას, უფრო ძალიან მარტივი ჭეშმარიტებით შევაფასებდი. რომ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს პრინციპამდე მივიდა საპატრიარქო და მადლობა ღმერთს ამისათვის და მინდა დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს განსაკუთრებით არ მიწყენთ და ქალბატონ ინგას ეკუთვნის ყველას მეტად აქტიურობა თუ სხვა არხებს, ეგრეთ წოდებულ მთავარ არხს, ჟურნალისტებს, მასმედიის საშუალებებს, რომლებიც მთელი 2 წლის განმავლობაში ეს საქმე აბსოლუტურად გულთან მიიტანეს და მცირე გამონაკლისის გარდა რაღაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრი მომწიფებულიყო და ყოფილიყო ერთსულოვანი, რომ დეკანოზე არის მსხვერპლი უსამართლობისა და ძალმომრეობისა და მადლობა ღმერთს, რომ ესეთი პროცესი ესეთი დაიძრა, ესე ვთქვათ და ალბათ მიმდინარე განვითარებულმა მოვლენებმა ეს ყველაფერი მოამწიფა. ანუ მადლობა პირველ რიგში მეუფე, რა მინდა რომ მკითხო, თქვენ უკვე დღეს ასეთი განცდა გაგიჩნდათ, რომ დასასრულისკენ მიდის დეკანოზის პატიმრობა, იმიტომ რომ აი ქრონოლოგიურად ბოლო პერიოდის ამბებს თვალს თუ კი გადავავლებთ, სკანდალური წერილი, შემდეგ განცხადებები საპატრიარქოს მხრიდან თუ მოინანიებს დეკანოზი, ჩვენ ვიფიქრებთ მის შეწყალებაზე. დღეს მეუფე ანტონი შესული იყო სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, ის გამოვიდა და თქვა ის, რაც მოვისმინეთ, რომ სავარაუდოდ სინოდი პრეზიდენტს მიმართავს შეწყალების საკითხით. თქვენ რას უკავშირებთ აი ამ სწრაფად განვითარებულ პროცესებს და მეუფე ანტონის დღევანდელ განცხადებას? უნდა ველოდოთ თუ არა, რომ საპატრიარქო მართლა პრეზიდენტთან შუამდგომლობას გაუწევს დეკანოს და იგი გამოვა გარეთ?
ინგა მე პირველი დღიდან ვამბობდი ვინც მამაო მოინახულა და ამიტომაც ურჩევდი მღვდელმთავრებს რომ შესულიყვნენ თუ სასულიერო პირებს თუმცა ეს იყო ძალიან დიდი ესე ვთქვათ უსამართლობა შეზღუდვა ზოგადად მამაოსთან სასულიერო პირებისა და ასე შემდეგ მაგრამ ვინც შევიდა მას თვალებში ჩახედა და მისგან მოისმინა და შეკითხვები არსებული დაუსვა და მიიღო პასუხი შეუძლებელია ჯერ აბა ვის გავიხსენებთ გარდა რაღაც ესეთი სამარცხვენო ესეთი ზონდერული დამოკიდებულებისა ამ არ მოვერიდები ამ სიტყვას სასულიერო პირთაგან რომლებიც ესეთი ჭორებს და ცილისწამებებს ესე ვთქვათ ავრცელებდნენ და ეწეოდნენ მამაოს დისკრედიტაციას სხვა როგორ შეიძლება მასთან შესული ადამიანი აბსოლუტურად მე ერთი შესვლაც კი პირველად ესე იგი საკმარისი აღმოჩნდა რომ ყველა შეკითხვაზე მიმეცა პასუხი და შემდეგ ასევე წარმოქმნილ შეკითხვებზე ყოველთვის იყო პასუხი იმიტომ რომ სიმართლე ჭეშმარიტება ეს ერთადერთია და სადაც სიმართლე აქ არის ღმერთი და სადაც არის სიცრუე წყარო სიცრუის არის ბოროტება და ნუ სიმართლე იმარჯვებს და სიკეთე იმარჯვებს ბოროტებას ძალიან მარტივი ჭეშმარიტება ასეთი შეკითხვა მაქვს დღეს საპატრიარქოს პრესამსახურმა ანდრია ჯაღმაიძემ ასეთი რამე თქვა რომ შეწყალება უპირობო არ იქნება აი რა პირობებზე შეიძლება საუბრობდეს საპატრიარქო დეკანოსთან მიმართებაში დიანა სამწუხაროდ უნდა ვაღიარო რომ იმდენად არაადეკვატურია და უპასუხისმგებლოა ბოლო დროს განსაკუთრებით ის განცხადებები რომელიც გავრცელდა თუმას ჩვენ თუნდაც მართლმადიდებლური აზროვნებით ეკლესიური აზროვნებით ან საერთოდ საეკლესიო სამართლით შევაფასებთ როგორ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ ყველაფერზე კომენტარს იმდენად უპასუხისმგებლოა ბოლო დროს ამ გამნითარებულ მოვლენებთან მიმართებაში ეს არის მცდელობა უბრალოდ იმისა რომ გადაიფაროს ის შეცდომა რაც 2 წლის განმავლობაში იქნა დაშვებული, ანუ 2 წლის წინ უნდა მომხდარიყო, 2 წლის წინ უნდა გადადგმულიყო ეს ნაბიჯი, 2 წლის წინ ქონდა პატრიარქს გამოთქმული აზრი, თხოვნა. მაგრამ ვიდრე გადაიფარება, ასევე პირობებზეა საუბარი. თქვენ თუ გსმენიათ, აი რა შეიძლება ეს პირობა იყოს? ამ დეტალებში არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია რა უნდა იყოს პირობა, ადამიანი, რომელსაც პირველ დაკავების პირველი დღიდან ეუბნებოდნენ და პირობებს იქვე უყენებდნენ დაკავებისთანავე. პირობა არის არსებული მდგომარეობა, საზოგადოებრივი ჯანსაღი, მომწიფებული, ერთსულოვანი, რომ გვაქვს უსამართლობასთან საქმე და უდანაშაულო ადამიანი გვიზის საპყრობილეში. ეს არის პირობა, მეტი რა უნდა იყოს. მაგრამ აი ნახეთ მოამწიფა დააფიქრა საპატრიარქოს და მეუფე აი თუ შეიძლება გითხავთ. დარწმუნებული ვარ ხელისუფლებაც. ნახეთ, აი ბოლო პერიოდში, სწორედ აი ამ კონტექსტში, ხომ, არა 2 წლის წინ, არამედ ახლა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ არსებობს რაღაცა სამხილები, რაღაცა მასალები, რაც როგორც ასევე ამბობს ნაწილი წყაროების, რაღაცნაირად შანტაჟის იარაღად გამოდგა მამალაძის ხელთ და სწორედ ამას მოჰყვა პროცესები თითქოს საპატრიარქოს მხრიდან და რაღაცნაირი დათმობაზე წასulis და ახლა უკვე პირობა რახან გაჩნდა კიდევ დამატებითი სიტყვა, ხო, აი ამ პროცესში. ხომ არ არის პირობა ჩვენ მართლა ეს გვაინტერესებს, რომ შევინახოთ ეს რაღაცა მასალები და ჩვენ გაგიკეთებთ რეკომენდაციას შეწყალებაზე. აი უკაცრავად, მაგრამ ეს რაღაცნაირი სქემა თითქოს და ძალიან თვალსაჩინოდ დევს ჩვენს წინ და ჩვენ ეს კითხვა უნდა დავსვათ. მესმის ლოგიკურია თქვენი კითხვა, რაც შეეხება სიტყვა პირობას, ამაში უფრო მგონია რაღაც ინტრიგაა მათი მხრიდან. დანარჩენი მამაოს ვფიქრობ საერთოდ ციანიდი საქმემდისაც კი ამ არსებულმა მდგომარეობამ, რომელსაც გულის ტკივილი თვითონ ეხებოდა და განიხილავდა და ცდილობდა ჩემი გამოკლებით რამდენიმე მღვდელმთავართან ქონდა ცდილობა გამოსავლის ტოვნისა საპატრიარქოში არსებული და მდგომარეობის გაჯასაღებისა. მე რაც ვიცი, რაც მე გავიგე, დავუშვათ ჩემი გამოკლებით კიდევ ერთხელ ვამბობ, არაერთ ადამიანთან, მაღალი იერარქთან ქონია და ნუ ცდილობაც ქონდა მას სინოდის წინაშე წარმოსგარიყო და მე უკვე დღევანდელი გადასახედიდან არ გამოვრიცხავ რომ გარდა ფინანსური და ქონებრივი საკითხებისა მე არ გამოვრიცხავ რომ ის წარდგებოდა სინოდის წინაშე სხვა საკითხებსაც აი ეს სხვა რა არის მეუფე პეტრე მაპატიეთ რომ გაწყვეტინეთ მეუფე ანტონმა ჩემთან რეაქციაში დავაკონკრეტებ მოდით უფრო მეტად გავშლი ამ თემას რადგან გაჩნდა ეჭვი და ძალიან ბევრი ადამიანის მოსაზრება იყო დღეს ასეთი რომ რაღაცის დუმი
მუდმილის სანაცვლოდ ხომ არ წავა დაუშვათ საპატრიარქო ამ შეწყალების შუამდგომლობაზე. ანუ მეუფე ანტონმა ჩემთან თქვა, რომ იმ წერილში, რომელიც მიიღო ოთხმა მღვდელმთავარმა, შესაძლებელიაო სამართლებრივ საკითხებზე არ იყოს საუბარი, მაგრამ იყოს რაღაც მორალურ, ზნეობრივ, ეთიკურ თემებზე და ამდენი ხანი დეკანოზი სულ საუბრობდა კორუფციის შესახებ, კორუფციაზე აკეთებდა მუდმივად აქცენტს და შეწყალების საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში და რაზეც მეუფე ანტონმა ისაუბრა, ჩემი ვარაუდითო, ზნეობრივ, მორალურ საკითხებზე ამ წერილში საუბარიო. აი ამან ხომ არ მოიტანა ის, რომ საპატრიარქოს დღეს შეიძლება აწყობდეს, რომ ის გამოვიდეს გარეთ და გაჩერდეს. მით უმეტეს, რომ ეკა კვესიტაძესთან და ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს თქვენ ასეთი სიტყვები ბრძანეთ საეკლესიო ბედუკაძეობა და რას გულისხმობდით, რომ განგვიმარტოთ პასუხთან ერთად? დიახ, რაც შეეხება მეუფე ანტოს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ რაც მან მიუხედავად იმისა, რომ წერილი როგორც ამბობს არა აქვს წაკითხული, რომ ესეთი ეჭვი, ესე ვთქვათ, გაუჩნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაც საჯაროდ ამ ეს არის საკითხი, რომელიც უნდა სინოდზე იქნეს განხილული და აუცილებლად მოვა დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე უახლოესი ეკლესიის უახლოესი ისტორია და ბოლო დროს ჩემთან განსაკუთრებით გამოჩნდა წყაროები, არქივის მასალები, რომ ბოლო 10 წლების მანძილზე 70-იანი 80 წლებშიც კი იყო საკითხები დასმული, მათ შორის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხრიდან და ასე შემდეგ საეკლესიო სასამართლოს აღდგენისა, რაც გარდაუვალია და მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი ამ უბედურების ესე დავარქმევთ ბრჭყალი წყარო არის საეკლესიო სასამართლოს არარსებობა, კი აქვს სინოდს მითვისებული, მაგრამ ეს ფუნქცია ცალკე უნდა იყოს და აღსდგეს საეკლესიო სასამართლო, რომელიც ისტორიულად ჰქონდა ეკლესიას და ყველაფერი მიმაჩნია საეკლესიო კანონის ნორმები თავის კალაპოტში ჩადგება. რაც შეეხება ჩემ შეფასებას, ნამდვილად ესეთი მკაცრი მქონდა მე შეფასება და ეხლა ვიტყვით, რომ კარგს არაფერს ნიშნავს ალბათ და მეთანხმებით, ხო? და არც კარგ და ჯანსაღ გარემოში არ მოხდება მსგავსი რაღაც მდგომარეობა. ამის იქით ნუღარ წავალთ, ეს არის თემა, რომელიც ესე იგი უნდა არა, ნუღარ წავართ, მაგრამ შეიძლება თუ არა თქო რაღაც ისეთი იყო ამ წერილში, რამაც შეიძლება ეს შუამდგომლობა დააყენოს დღის წესრიგში. პირობა, რაზეც ერთადიანად ეს წერილი არის გამოგზავნილი ჯერ კიდე ეს წერილი იქნა გამოგზავნილი ჯერ კიდე პირველ სასამართლომდე, როდესაც მამაოს მუხლი, ანუ მოითხოვა მუხლის სრულება პროკურატურამ და მუდმივი ესეთი სასჯელი მუდმივი პატიმრობა იქნა მოთხოვნილი მის მიმართ. რაც შეეხება ამ წერილის თემის წამოწევას, მე მინდა გითხრათ, ვიყავი აბსოლუტურად გულწრფელი, როდესაც ჟურნალისტმა ამ გადაცემაში აქცენტებში დამისვა შეკითხვა ძალიან ლოგიკური, რომ აიო, მე ვიცი, რომ პატრიარქი იყო მომხრე შეწყალების, მე პირადად მესაუბრა უწმინდესი, მე პირადად ესე იგი მთხოვაო შუამდგომლობა, რომ პრეზიდენტისთვის ამეხსნა დარწმუნდა მის უდანაშაულობაში და მე რატო შეიცვალაო პატრიარქი და მე გავიცი აბსოლუტურად ლოგიკური და გულწრფელი პასუხი, რაც ასევე იყო ჩემი ეჭვი და რაც ასევე საპატრიარქოს ესე იგი მაღალმა იერარქმა დამიდასტურა, რომ გულისწყრომა იყო პატრიარქთან ამ წერილის გამო. ამ უკარანარევი დამოკიდებულების გამო. ნუ რაც რა თქმა უნდა ლოგიკურია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ მამაო რა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, ამ წერილის დაწერამდე და რატო იყო ესე ვთქვათ, რომ სასულიერო პირობებასთან არ შედიოდნენ, ურთიერთობა არ იყო და ასე შემდეგ განწირული იყო ადამიანი, რა თქმა უნდა, ამას უნდა ვიფიქრო და პასუხისგებლობა თვითონ საპატრიარქომ, რომელმაც ეს პირობები შეუქმნა, როდესაც ჩვენ დღეს ვისმენთ დაუშვათ უპასუხისგებლო განცხადებებს, რომ თურმე უნდა გასაჯაროებდეს თუ არის რამე გასასაჯაროებელი, მაშინ როდესაც მთელი საზოგადოება იყო ერთსულოვანი და მამაო პირადად ცრემლით ითხოვდა, რომ სასამართლო პროცესები არ დახურულიყო და მაშინ როდესაც ასევე რაღაც მსგავსი მზაკრობა სასამართლომ თუ პროკურატურამ წარმოთქვა, რომ თითქოს იქ რაღაც მაღალი იერარქის პირად ცხოვრებაზეა საუბარი, რაც არ არსებობდა და არის არქივში მასალები, როდესაც მამაო საუბრობს, რომ მე დასამალი არაფერი არ მაქვს და ითხოვს სასამართლოს გასწრებას.
აი მაშინ რატო არ მოინდომა საპატრიარქომ რომ მოეთხოვა სასამართლოსთვის გასაჯაროებულიყო რომ ჩვენ დასამალი არაფერი არ ქონდა ანუ არ დაუდგა გვერდით არ დაუდგა ლოგიკურ სამართლიან მოთხოვნას რომ სასამართლო პროცესი არ ყოფილიყო დახურული ასევე დღემდე გაუთქმელობა არ აქვს მოხსნილი ადვოკატებს და ასრაცნაირად არაპროპორციულია მეუფე პეტრე ერთი ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ თქვენ იყავით ერთ-ერთი ადრესატი ამ წერილის რა წერია ამ წერილში ისეთი რასაც შეუძლია შეცვალოს ვითარება ან რაღაც ისეთი კორექტივი შეიტანოს მთელ ამ პროცესში რომ რადიკალურად მოტრიალდეს სიტუაცია არის თუ არა ეს წერილი ისეთი ძალის მატარებელი რაც მის გასაჯაროებას შეიძლება მოყვეს შემდეგ საზოგადოებაში ну, რა თქმა უნდა, ბევრი შეკითხვები გაჩნდება და ბევრი ესეთი პასუხის მოთხოვნა დადგება დღის წესრიგში და რა თქმა უნდა, აუცილებლად მოვა დრო, როდესაც წმინდა სინოდი შეეხება არა თუ ამ წერილს კიდევ ერთხელ ამ პირველი წერილი, რომელიც მამამ გამოგზავნა საპრობილი და რომელიც სინოდზე არ იქნა წაკითხული და სხვა უამრავი საკითხები, რომელიც აი უნდა აღიაროთ ფაქტიურად, ანუ ამ დამოკიდებულებით უკვე საპატრიარქომ უნდა აღიაროს, რომ შეცდომა იყო ბოლო სინოდის ხდომაზე ამ საკითხის არ განხილვა. შეცდომა იყო სამივე ინსტანციის სასამართლოს შემდეგ და მას შემდეგ რაც 1 ოქტომბერს მახსოვს, იმიტომ რომ 2 აგვისტო იყო 1 აგვისტოს უკაცრავად 2 აგვისტო იყო ილიაობის დღესასწაული, როდესაც უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა. თანამდებობიდან ანუ მეორე დღეს გადაწყვეტილების მიღებიდან რომ ისინი არ განიხილავდნენ, ანუ განხილვაში არ მიიღეს ეს საქმე. მე ვფიქრობ, რომ მაშინ უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში სინოდის განჩინების თანახმად შექმნილიყო კომისია და განეხილა ეს საკითხი. ხა დღეს რომ საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, დაუშვათ რომ თითქოს პროკურატურა წინააღმდეგია მასალების აი მე მამავადან პირადად მივიღე დასტური წერილობითი პოსტით რომ თვითონ გზად არის და თავიდანვე ვეუბნებოდი ჯობია გაუთქმელობისათვის იქნეს დასჯილი მამაო და დაპატიმრებული ვიდმე ამ ცილისწამების მსხვერპლი გახდეს და მამაო თვითონ თანახმაა რომ თუ კომპეტენტური კომისია შეიქმნება საპატრიარქო თუ კვალიფიციური პატიოსანი სანდო მართლმორწმუნე ადამიანებისაგან რომელიც სინდისის ხმით მოქმედებენ და ცხოვრობენ შექმნის და პროფესიონალებისაგან კომისიას დღესაც არის ამის მზაობა რომ იქნა შესწავლილი მეუფე პეტრე თეთრი ძალით ერთი შეკითხვა კიდევ პრობლემას არ წარმოადგენს წერილთან დაკავშირებით აი აქვე კიდევ ერთ შეკითხვას დავსვა მაშინ არის თუ არა ეს წერილი ისეთი ძალის მატარებელი რომ შეუძლია რთულ სიტუაციაში ჩააყენოს საპატრიარქო ეს წერილი არის მიმაჩნია რომ სინოდზე აუცილებლად განსახილველი და ანუ ეხა დანარჩენს ამის იქით აი ავწონოთ რა ძალის მატარებელია რა ვიცი საერთოდ სიმართლე არის ყველაზე დიდი ძალის მატარებელი აი უსამართლობის წინააღმდეგ და ამის იქით თავარი არის რომ ამაო არის უდანაშაულო და მართალი არის. ჩვენ არასდროს არ გვითქვამს რომ მამაო როგორც ვერავიზე ვიტყოდით რომ უცოდველია და თვითონაც ძალიან ნანობს თუნდაც იმ დამოკიდებულებას იმ მდგომარეობას რაც ესე იგი გასაჯაროვდა დაჩეხილი ამოჭრილი და დამონტაჟებული ესე იგი ჩანაწერებით რომელიც არასულ ყოფილი იყო და ხო თუმცა ამ ჩანაწერებშიც რაც ჩვენ მოვისმინეთ იყო იქ მთელი რიგი ისეთი დეტალები რამაც ძალიან უსიამოვნო განწყობა დატოვა ღია წერილიც კი გამოგზავნა საპრობლია როგორც მახსოვს, სადაც ის სინანუს გამოხატავს. იმას რომ ესე ადვილად წამოეგო დაუშვათ ამ აგენტ პროვოკატორის პროვოკაციას და ასე დარტყმის ქვეშ და ასე უხერხულობაში ჩააგდო ეკლესია და მთელი საზოგადოება. ამაში დაუშვათ თვითონ ეს თავიდანვე ქონდა გამოხატული სინანული და მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის პირადად როგორც სინოდის წერილისათვის მისაღებია დაუშვათ ეს სინანული მისგან. მეუფე თქვენ ძალიან კარგად იცით შიდა სიტუაცია სინოდში საპატრიარქოში აი რა მოლოდინი გაქვთ ეხლა მოსმენილი გაქვთ ყველა განცხადება მათ შორის დღევანდელიც რა მოლოდინი გაქვთ ეს არის სიტყვებისთვის კრიზისის რაღაცნაირი მორიგი კრიზისის გადასატანად რომელიც ამ წერილზე საუბარმა გააჩინა თუ გაქვთ იმის მოლოდინი რომ მართლა იქნება მიღებული გადაწყვეტილება სინოდში რომ შუამდგომლობით მიმართოს საპატრიარქომ საქართველოს პრეზიდენტს არ ვიცი ხა რამდენად სასურველია რომ სინოდი შეიკრიბოს ამ საკითხზე, უკვე დღემდე უნდა შეკრებილიყო და მე არაერთხელ მithქვამს რომ ყოველი დღე დაკარგული ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს და
მე ყოველთვის იმედს ვიტოვებდი, რომ რაღაც ჯანსაღი აზრი საბოლოოდ გაიმარჯვებს და ნათელი სხივი შემოვა სინათლე და მიიღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ადეკვატურია და მართლმადიდებლურია და სარწმუნოებრივია და ქრისტიანულია ეს დამოკიდებულება, რომ შენი უდანაშაულო მით უმეტეს ადამიანი ღვთისმსახური სამი შვილის მამა და ოჯახიც ასეთ გაუსაცვლის მდგომარეობაშია და თვითონ მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე ფაქტიურად პარალიზებული კი არ ვიცი დღემდე დიაგნოზი, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანს მარჯვენა კიდურები აქვს ესეთი უფუნქციო ფაქტიურად, ხო? აი ამ მდგომარეობაში, რომ რაღაც შუამდგომლობა კიდევ არ იყოს დაყენებული, რა ვიცი, ამის იქით რა უნდა იყოს შეცდომა დაშვებული. ერთი კითხვა მაქვს კიდევ თქვენი საკმარისია შეცდომები, რაც ამ 2 წლის განმავლობაში იქნა დაშვებული. მე უკვე ერთი კითხვა მაქვს კიდევ თქვენი ნებათვით. წეგან ცხადია არა შემთხვევით თქვენ თქვით შეიძლება ეხლა მე სიტყვა ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ შინაარსი ასეთი იყო ზონდერული დამოკიდებულებაო, ხო? ბძანეთ ზოგიერთი მღვდელმთავრის მხრიდანო. აი ძალიან თავარი არ მithქვამს სასულიერო პირი. თავარი არ მithქვამს. კარგით, ანუ ეს არ ეხებოდა მღვდელმთავრებს. დეკანოზები იგულისხმება, დეკანოზები. და ეს არ ეხებოდა მღვდელმთავრებს. ზოგადად ციანიდის აი ამ საქმემ გამოკვეთა ძალიან დიდი დაძაბულობა და დაპირისპირება შიგნით სინოდში. მე მაინტერესებს სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესები. პირდაპირ გეკითხებით, იმიტომ რომ თქვენ თუ არ ვცდები 2 წლის წინ, როდესაც სწორედ ციანიდის თემაზე ვსაუბრობდით, ისიც კი არ გამორიცხეთ ჩემს კითხვაზე, ჩემს მიერ დასმული კითხვის პასუხად, რომ გახლეჩვა მოხდეს. აი სადამდე შეიძლება მივიდეს ეს კრიზისული სიტუაცია შიგნით სინოდში. არასდროს არ ვიტყოდი, ინგა ღმერთმა დაიფაროს, ურღვეველია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ამის გარანტი არის საქართველოში ყველაზე დიდი სიწმინდე არსებული. შეიძლება მე არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მე აუცილებლად ნახავ ამ ჩანაწერს. მეორედ მოსვლამდე ტერი ვერ გახლეჩავს მას, მაგრამ ასთა სხვადასხვაობა იქნება და ესეც ძალიან ჯანსაღი პროცესია. ეხლა 93 წელთან შედარებით, როდესაც უდანაშაულო მღვდელი დაგვიხრიტეს და ფაქტიურად ხმა არ იქნა ამოღებული, დღეს მადლობა უფალს უკვე აი მღვდელმთავრები, დღეს მეუფე ანტონი ბრძანდებოდა, ასევე ადასტურებს მისი აზრს, რომ არის უდანაშაულო და ასე შემდეგ, მადლობა უფალს. რომ სხვა რეალობაში ვარ და თავისუფლების ხარისხი ბევრად მეტია ჩვენთან დღეს. მეუფე პეტრე, აი იმ შემთხვევაში თუ კი შეწყალებით მართლაც დატოვებს დეკანოზი საპყრობილეს. აი თქვენ საეკლესიო სასამართლოზე ბრძანებდით და არ ვიცი ამას გულისხმობდით თუ არა კონკრეტულად, სად უნდა გადაინაცვლოს ამ საქმემ? უბრალოდ უნდა დამთავრდეს ამაზე საუბარი თუ ბოლომდე გავიგოთ რა ხდებოდა და თუ კი ეკლესიაში გადაინაცვლებს საპატრიარქოში თქვათ ან წმინდა სინოდში ამის გარჩევა, გაიგებს თუ არა საზოგადოება ამ საქმის შესახებ ყველაფერს. მეორე მხრივ, პროკურატურას აქვს საქმე, სასამართლოს გადაწყვეტილებები აქვს მიღებული. ანუ ეს საქმე ხო არ უნდა გაიყინოს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიმართლე ყველამ, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა ადევნებდა ამას. კი ბატონო. რაც შეეხება პროკურატურას და გამოძიებას ის რომ ამავე საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულებულა, ეს ერთდროულად ჩვენ ცალსახად ამას მე პირადად თელი პასუხისმგებლობით ვამბობ. აი, გავიხსენებდი ვაშკაცი პატევსანი კავკასიელი ადამიანის მაჩალიკაშვილის რაც დამოკიდებულება აქვს, როცა მის შვილზე, მისი შვილის მკვლელობაზე კითხეს, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლებაო, ეს საქმე. აი მე დიდი იმედი მქონდა მაგალითად, როდესაც თავარი პროკურორი გადადგა, რომელსაც ასევე პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ საქმეში, რომ მაღალსასრული იერარქად ქალბატონს გვისახელებდა და პასუხი არ გაუწიეს, წავიდა და შემდეგ ახალმა მთავარმა პროკურორმა თქვა, რომ აი ჩვენი გამოწვევა არის დობის აღდგენა. იგივე ჰქონდა სასამართლოს დამოკიდებულება ციანდის საქმეში, შეიძლება და როგორც ერთს, ისე მეორე ინსტიტუციას აღედგინა ნდობა, მაგრამ ნუ დღემდე ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კუთხით არ დაძრულა და მოდი მივანდოთ უფალს საბოლოოდ ამ საქმის, მაგრამ ჩვენთვის თავარია, რომ წმინდა სინოდმა განიხილოს და ჩვენ ვიცოდეთ, არაერთხელ გვითქვამს, რომ ვიცოდეთ ამ ადამიანის მიმართ, რომ ის ამ საქმეში კონკრეტულ ბრალში არის აბსოლუტურად უდანაშაულო და არჩეს ისტორია შეაფასებს და აქ თავარია ჩვენი სინოდის დამოკიდებულება, თორე ის რომ ამაო და ზოგადად სასულიერო პირები მაცხოვარი მათ შორის რომ უდანაშაულოდ გაუსამართლებიათ ჯვარცმა და წამება მათ თავზე მომხდარა დაუშვათ, თუნდაც საბჭოთა პერიოდში და ასე შემდეგ. უამრავია ისტორიაში ეს ჩვენთვის უცხო არ არის და სიახლე არ არის, მაგრამ
მე ვფიქრობ, რომ სინოდი იმსჯელებს ამაზე თავის დასკვნას დადებს და შემდეგ რა დოზითაც იქნება. არა ისე როგორც ესეთი არაადეკვატური და უპასუხისმგებლო განცხადებები. წმინდა სინოდმა უნდა გააკეთოს საბოლოოდ განცხადება. შეიძლება ერთობლივი პრესკონფერენცია სინოდის წევრებმა მოიწვიონ და ჩვენ გავცეთ ყველა შეკითხვას, რა დოზითაც ეს მართლმადიდებლურად, მამაშვილურად დედა ეკლესიისაგან იქნება საჭირო და აუცილებელი იმ დოზით საზოგადოებას აუცილებლად გავცეთ საბოლოოდ პასუხს. დარწმუნებული ვარ, ბუნებრივი არ დავტოვებთ ამ კუთხით, ესე იგი უპასუხისმგებლო დაბაჭები და ამ საზოგადოების ნაწილს, რომელიც დღემდე ესე გულშემატკივრობს ამ თემას და მამაოს მათ შორის, რა თქმა უნდა, მათ ეკუთვნით და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ჩვენი სათქმელი უთხრათ. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ მეუფე პეტრე, თუ ჩემს კოლეგებს რასაკვირველი არ აქვთ კიდევ რაიმე დამატებითი შეკითხვა და ბოდიში მინდა გითხრათ თუ რაიმე არასწორად მახსოვდა, აი წეღა როდესაც კითხვა დაგისვით 2 წლის წინ თქვენ ბძანეთ თქო რაღაც დაპირისპირებიდან გამომდინარე გახმეთვის მოსალოდნელია თუ არა ამასთან დაკავშირებით და ბოდიშს გიხდით თუ მე მახსოვდა არასწორად აი ეს მინდოდა რომ მადლობა. რაც მოვედი ეკლესიაში სარწმუნოების სიმაღლეზეა ჩემთვის რწმენა იმისა რომ კვართი სამშობლო არ გაიხლიჩება და იქ დარჩება ერთიანი და ასევე აღსდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ღვთის მადლით. მაგრამ უნდა დაიწყოს პროცესი გაჯანსაღებისა და უნდა დაიწყოს ეკლესიით. ერთი რამ მინდა ვთქვა, მადლობა მეუფე დაგემშვიდობები, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, ვიდრე გადავალთ შემდეგ ბლოგზე. ერთი რამ მინდა ვთქვა, დღეს აქ ჩემს ნაცვლად უნდა იჯდეს სხვა ადამიანი, ეს არის ლევან ჩხაიძე და დღეს შესრულდა ზუსტად 40 დღე მისი გარდაცვალებიდან, ვიდრე დებატების თემაზე გადავინაცვლებთ და გადაცემა ჩაიკარგება დებატებში. მე მინდა კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ ის ადვილი არაა ჩემთვის, რომ მე მის ნაცვლად ვზივარ დღეს ამ სკამზე. სწორედ დღეს შესრულდა 40 მისი გარდაცვალებიდან და კიდევ ერთხელ დიდი მწუხარებით უსამძიმრებთ ლევანის ოჯახს, მეგობრებს და ჩვენ საკუთარ თავებსაც და ჩვენს ტელევიზიასაც მის გარდაცვალებას აი ეს მინდოდა მე თქვა. ყოველდღიურად გვგზნობთ ჩვენ მთელი ამ დღეების განმავლობაში იმ დანაკლისს, რომელიც ჩვენმა გუნდმა მიიღო პირველ რიგში და მეორე რიგში უბრალოდ პირველ რიგში მისმა ოჯახმა, რა თქმა უნდა. შეუსებელი სიცარიელე, რომელიც სულ გაყვება ამ ტელევიზიას და თითოეულ ჩვენგანს. ნინგა, აი ეს სტუდია, ეს სივრცე გახდა სრულიად სხვანაირია. და მე არ ვგრძნობ თავს კარგად, როდესაც ვიცი რომ დაუშვათ მის ნაცვლად ვზივარ. მე როგორც ამ გადაცემის ერთ-ერთი თანაწამყვანი და მაგრამ ეს არის სიტუაცია, როდესაც ჩვენ ყველას ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა გვჭირდება. სხვანაირად ეს ტელევიზია მუშაობას ვერ გააგრძელებდა, იმდენად მძიმე დარტყმა იყო ეს ჩვენთვის. კარგი, ჩვენ კობა დავითაშვილი და ნინო ბოლქვაძე გვეყოლებიან სტუმრად ამ სტუდიაში, დანარჩენი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ანონსში, რომელიც ახლა გავა პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ გაგიბრუნდებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორც მეუბნება პროდიუსერი, საპატრიარქოს სურს სატელეფონო ჩართვა, ანდრია ჯაღმაიძე იქნება ჩვენთან სატელეფონო ხაზზე, რამდენადაც მივხვდი, მას სურს კომენტარის გაკეთება ჭყონდიდის მიტროპოლიტის განცხადებაზე ჩვენს ეთერში, ასე რომ ის რამდენიმე წამში იქნება პირდაპირ ეთერში. ჩვენ დაუსვით მეუფე პეტრეს შეკითხვა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებების პასუხად, მან ასევე ახსენა დეკანოზების პოზიცია, როცა იყო კითხვა დასმული მეუფეებზე საუბრობთ, არა საპატრიარქოს უპასუხისმგებლო განცხადებების ახსენა, ეს რომ უფრო მიზანმიმართული იყო მისი განცხადება, ვიდრე უბრალოდ მითიურ დეკანოზებს. რას გულისხმობ, ხომ აპირებ დეკანოზამდე უპასუხოთ. აი ხაზზე ყავს ანდრია ჯაღმაიძე, მოდით მოусმინოთ მას და მოგესალმებით, დიდი მადლობა მამა ანდრია რომ ხარ ჩვენთან ერთად. რამდენადაც გვითხრეს თქვენ გსურთ სატელეფონო კომენტარის გაკეთება და პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ. დიახ, განვითარებულ მოვლენებს შევატყო, რომ საჭირო არის გარკვეული განმარტების გაკეთება. როდესაც საუბარი არის საპატრიარქომ შეცვალა პოზიცია, ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია. საპატრიარქოს პოზიცია არ შეუცვლია. საპატრიარქომ თავის განცხადებაში ძალიან ნათლად ჩამოაყალიბა მისი პოზიცია, რომ სანამ ნათელი არ მოეფინება იმ თემებს, რომელზეც შანტაჟის აქცენტები იყო.
სანამ საუბარი იქნება მუხარის ტონით საპატრიარქოსადმი საპატრიარქო დაელოდება ვიდრე არ შეიძლება მათი დამოკიდებულება თუ ნათელი არ მოეფინა ყველა იმ ეჭვებს რომელიც გააჩინა არასწორმა დამოკიდებულებამ საპატრიარქოს მიმართ და ხელოვნურად ამ საქმეში მის მხარეს ჩამოყალიბებას რამაც შეუწყო ხელი მანამდე შეუძლებელი არის საუბარი რაიმე შუამდგომლობაზე. ანუ რო უფრო მეტად რომ განგვიმარტოთ, მამა ანდრია, ანუ რა სიტყვით, უნდა როგორც თქვენი წინა განცხადებაში იყო ნათქვამი, დეკანოზმა ჯერ უნდა მოინანიოს, აღიაროს და შემდეგ იქნება საუბარი დადგება თუ არა საპატრიარქოს მხრიდან შუამდგომლობა მისი შეწყალების თაობაზე? კიდევ ერთხელ ხალხგასწრით მინდა ვთქვა, რომ საპატრიარქოს თავისი პოზიცია არ შეუცვლია, თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ საპატრიარქოს ბოლო განცხადებით. ეს არის საბოლოო პოზიცია საპატრიარქოსი. გასაგებია. ჩვენ დაველოდებით რა პოზიციას დაიკავებს მხარე, რომელიც იცავს მამა გიორგის აი ამ საქმეში. გასაგებია, მამა ანდრია. მათ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული საპატრიარქოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაყენების შესახებ. გასაგებია. ეს არის ძალიან ცხადად ნათქვამი განცხადებაში და არაფერი არ იცვლება ამ კუთხით. მამა ანდრია, როგორ გავიგოთ მეუფე ანტონის დღევანდელი განცხადება საპყრობილიდან გამოსული მეუფე ანტონმა თავისი განცხადებით აი ამ საპატრიარქოს განცხადებით ერთი ნაწილი ცხადად წარმოადგინა, რომ საპატრიარქო არასოდეს მიკერძოვებულად არ იყო განწყობილი იმისათვის, რომ გიორგი მამალაძე დარჩენილიყო პატიმრობაში და ეს განწყობა როგორც ადრე, ასევე ეხლა დაარსებობს. ხელის შემცვლელი პირობები, რომელიც ჩვენ ვახსენეთ განცხადებაში, თუ ეს ხელის შემცვლელი პირობები კვლავ იქნება ბრალდებულის დაცვის მხრიდან, არაფერი არ შეიცვლება საპატრიარქოს დამოკიდებულებაში. მადლობა მამა ანდრია დაგემშვიდობებით ჩვენ ველოდებით რას მოიმოქმედებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს რა ანალიზს გააკეთებს ბრალდების მხარე ჩვენ მიგვაჩნია რომ მათ აერჩიეს არასწორი ტაქტიკა და თუ ისინი მიხვდებიან რომ ეს არის ფუჭი და ჩიხში შემავალი გზა და სიმართლეზე დაგმობილი იქნება მათი პოზიცია და ყველაფერს მოეფინება ნათელი რაზეც კი მათი მხრიდან ცილისწამებით თუ სიცრუით რაიმე ჭრილი მიადგა საპატრიარქოს თუ აი ეს შესრულდება მაშინ შესაძლებელია რა თქმა უნდა ერთი კითხვა მაქვს და გემშვიდობებით სამწუხაროდ ჩვენი ქრონომეტრაჟი არ გვაძლევს უფრო მეტი საუბრის საშუალებას აი როდესაც საპატრიარქოს განცხადებაშიც ეწერა და ეხლა თქვენც იგივე ბრძანეთ უნდა მოინანიოს უნდა აღიაროს ვის წინაშე უნდა აღიაროს ვის წინაშე უნდა მოინანიოს ანუ ვისაც შეეხო ის ბრალდებები და ცილისწამებები ანუ რა ფორმით ითხოვთ საპატრიარქომ დააგეგმა ეს საქმე რა ფორმით ითხოვთ თქვა მონანიებას და აღიარებას ეს თავად აირჩიონ სულეთია რა ფორმით ალბათ პირველ რიგში იმ ხალხს უნდა დაეგზავნოს იგივე ფორმით რა ფორმითაც ცილისწამება თქონდა ადგილი მამა ანდრია აი მაინც მაქვს ესეთი კითხვა ეს წინაპირობით შეწყალება რა ტიპის ვთქვათ საეკლესიო ნაბიჯია თუ შეიძლება რომ ახსნათ ესე იგი თქვენ მათ რას თხოვთ რომ უკაცრავად ბატონო ყობა რა მოვალ თქვენამდე სხვასთან კითხვა როდესაც თქვენ ახლა დაცვის მხარეს ეუბნებით რომ რასაც ამბობდით რაც მათ ჯეროდათ რაც მათ არგუმენტირებულად ფაქტებზე დაყრდნობით ჰქონდათ წარმოდგენილი ახლა დაივიწყეთ ყველაფერი თუ გინდათ რომ შევიწყალოთ თქვენი დაცვის ყოფი რაღაცა ტიპის გარიგება წინასწარი რაღაც სახელმწიფოს რომ აქვს რომ იხდით ანხას თავდებში თუ როგორ ქვია საპროცესო გარიგებები რო არის აი თუ შეიძლება რომ უფრო კარგად განგვიმარტოთ აი ეს პირობა რა რანაირი დათქმა არის ეს როგორი დათქმა თუ შეიძლება რომ ეს გითხრათ რა თვითონ თქვენ ამბობთ რომ რასაც ისინი ამტკიცებნენო და რა დაამტკიცეს იქ იმ ყველაფრიდან რადაც ამტკიცებდნენ 2 წლის განმავლობაში იმისათვის იმოღვაწევეს ამ ხალხმა რომ შემდგომში საქმე მიწულიყო იქამდე რომ პატრიარქისთვის ეთხოვათ მოწყალების შუამდგომლობა თავიდანვე ასე დაეწყოთ და ყველაფერი აქამდე მოგვარდებოდა
რა დაამტკიცებს თქვენ ამბობთ რომ ისიც შეეროდა და რა დაამტკიცებს ფაქტებითო რა დაამტკიცებს ფაქტებით და თქვენ ფიქრობთ რომ ამ პროცესით რაც ჩვენ ახლა ვნახეთ დაამტკიცდა რომ ეს ადამიანი მიუხედავად იმისა რომ ვერ გავიგეთ ეს ციანიდი საიდან აიღო ვისგან შეისყიდა აპირებდა მძიმე დანაშაულის ჩადენას. თქვენ ამ მეორე მხარეში დარწმუნდით და ამიტომ ვითხოვთ ახლა აი ამ კონკრეტულ აღსრულებას. რატომ არის ასეთი გაუგებარი? ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ ცილის წამებები იყო საპატრიარქოს მიმართ, რომელიც არ დაამტკიცდა, რომ საპატრიარქოში თითქოს დაიგეგმა მისი პატიმრობა, თითქოს იქ რაღაცა არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც საპატრიარქოს იახენებს ჭრილს. ეს ყველაფერი იყო ცილის წამება და ამისი დამამტკიცებელი არაფერი არ არსებობს და თუ არ არსებობს არაფერი დამამტკიცებელი, მაშინ შემდგომ უნდა ითხოვონ აი ამ ცილის წამებაზე. ამაზეა ლაპარაკი. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილების განჯაში არ შევდივართ ამ შემთხვევაში. ჩვენ ვამბობთ იმას, რაც საპატრიარქოს მიადგა ცილის წამებებით და სულ ბრალდებებით. მადლობთ მამა ანდრია, გამარჯვება მონაწილეობდა, მან უნდა ითხოვოს შემდგომ. მაინც ჩაგვერთო პირდაპირ ლაპარაკია, მე როგორც გამოვიტანე ახლა დასკვნა წერილის და განცხადებების უარყოფაზე. ამაზე გადაყოფას უნდა და კომენტარი ამ თემაზე მოკლედ თუ შეიძლება ძალიან და მე ჩვენს მიერ თემაზე არ შემიძლია არ გავამახვილო ყურადღება იმ ფაქტებზე რომელიც დევს და სამწუხაროდ ანალიზი არ ხდება მე ვიყავი თქვენთან გადაცემაში და ახარებულიც ვიყავი რომ პირველი გადაცემა ვნახე სადაც მოხდა ანალიზი არა დებატები არამედ ანალიზი ვითარების და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორ წუთს გაძლევდა ჩატი თქვენი სათქმელი იმიტომ რომ ჩვენ სხვა თემაზე უნდა ორი პარადოქსი მოხდა დღეს მეუფე პეტრემ კვლავ გაიმეორა შედარება და უფრო მაღალი შედარებებიც მოვისმინეთ თვითმაცხოვართან რომ ჩვენ უნდა შევადაროთ დეკანოზი მგდელ ჩიხლაძეს, რომელიც მიფრინავის საქმეზე დახვრიტეს, ეს მისი მუდმივი წიაღსვლა იყო მთელი 2 წლის განმავლობაში, მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინ მოხდა ორი პარადოქსი. და რატომღაც არავინ არ შეაფასა, რომ ეს პარადოქსია. პარადოქსი პირველი, მეუფე მიბრძანდა რუსთავი ურზე, ნიკა გვარამიასთან და ეკა კვესიტაძესთან და იმ ადამიანს, რომელსაც 2 წლის განმავლობაში უწოდებდა ჩიხლაძეს და წამებულს, უწოდა ბედუკაძე. ანუ დეკანოზი მამალაძე მოიხსენია ბედუკაძის ეპითეტით. თქვენთვის ბედუკაძე სალანძღავია გვარი? უკაცრავად? არა, მაინტერესებს კონკრეტულად. არა, მაგრამ არც აქებარია. მე მაინტერესებს რა არის ნიკა გვარამიასთვის, კვესიტაძესთვის და მეუფესთვის ბედუკაძე. მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობის სლენგზე რას ნიშნავს ბედუკაძე. ნაციონალური მოძრაობის სლენგზე ბედუკაძეობა ძალიან ცუდი სიტყვაა. ის ნიშნავს ადამიანს, ყურადღება მინდა გავამახვილო, რომელმაც თვითონ ჩაიდინა დანაშაული და სხვას აბრალებს მათ შორის რაღაც ფარული ჩანაწერების მეშვეობით. დავიმახსოვროთ ეს ფაქტი. თქვენ სენაზე რას ნიშნავს? ჩემ სენაზე მე რა ვისაუბრობ? არა, რას ნიშნავს კონკრეტულად? მეუფე პეტრე ვის სენაზე საუბრობდა? მეუფე პეტრე არის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ლიდერი სინოდში და ეს დიდი ხანია საიდუმლოებას არ წარმოადგენს. პოლიტიკურ ის არ ემალება, იცით რა, როდესაც მეუფე გამოდის და ერთობა პოლიტიკაში, მან პოლიტიკური კრიტიკაც უნდა აიღოს. იყვნენ სინოდის წევრები, ოცნების და ნაციონალების წევრები. მე ოცნების წევრებს ვერ ვხედავ თვითონ ოცნებაში, უკაცრავად ეს ცალკე თემაა. აქედან გამომდინარე მე კარგი, დაუშვათ ცდებოდა მეუფე, ეგონა კაცი უმციკლო, ეგონა კაცი ბელი ჩიხლაძე, წამებული და აღმოაჩინა რომ ბედუკაძეა. და ხედავთ პარადოქსს, მეორე დღეს მთელი რუსთავის ხელმძღვანელობა, მთელი ლიბერალური ბომონდი, ყველა NGO, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ წრეში მოიაზრება, დაიძრა და ამ ბედუკაძის მოთხოვნების დასაცავად შეუერთდა აქციას. ეხლა მე გეკითხებით, ჩვეულებრივი ბედუკაძე, რომელიც დადის, ხო? უჯაში, რომ დაიჭირონ ხვალ. ნიკა გვარამია, ეკა კვესიტაძე, ლიბერალური NGO-ები დაიძრებიან მისი შეწყალების მოთხოვნით? არა რელევანტურია. ძალიან ეს არა არ გინდათ, არა. სადმივართ ეხლა სადმივ ამ წუთში გეტყვით. არაფერი პარალელი არ არის. ბატონო, თან წერტილი უნდა დასვათ, იმიტომ რომ სხვა თემაზე ხართ მოწვეული. აი ხა დავსვათ წერტილს. ეს პარადოქსი, რომ ადამიანი ერთდროულად არ შეიძლება იყოს წამებული ჩიხლაძე და იყოს ბედუკაძე და ეს ბედუკაძეობა მათ თვალში ნიშნავს, რომ თვითონ ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაული, რასაც აბრალებენ, როგორც ის სხვას აბრალებს, ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ დეკანოზი
ეკლესიას და საპატრიარქოს კი არ აშანტაჟებს. აშანტაჟებს მეუფე პეტრეს. და ეუბნება, რომ მე ძალიან დიდხანს ვითმინე, ძალიან დიდხანს არ დამისახელებია ის ჯგუფი, რომელიც მის ჩანაწერებში საუბრობს, რომ ჩვენ მარტო არა ვართ. ერთ კაცზე არ იყო ეგ საუბარი. და მე მეშდება ეჭვი და უსვამ შეკითხვას მეუფეს, რომელიც ღიად ჩაერთო პოლიტიკურ დებატებში, უკაცრავად. თემა შეთანხმებული, კომპანია სხვაგან მივდივარ. არა, ძალიან სწორ ადგილას მივდივარ. არა, არ მინდა ამ შანტაჟი მიდის დეკანოზისგან, უკაცრავად შანტაჟი მიდის დეკანოზისგან მეუფე პეტრესი, რომ თუ არ გამომიყვანთ, მოგისვამთ გვერდზე. სწორედ ამის გამო გააღებებული მეუფე მიდის რუსთავი-ორში და ეძახის გუშინდელ წამებულს ბედუკაძეს და ამის მიუხედავად მეორე პარადოქსი სწორედ ამიტომ ის აგრძელებს მისი დაცვის კამპანიას და დღეს კვლავ უბრუნდება ჩიხლაძის თემაზე. აი ეს არის ჩემი შეკითხვები, ესე რომ ჩვენ შანტაჟის ორი ობიექტი ყავს და ორი მოშანტაჟი. დეკანოზი აშანტაჟებს მეუფე პეტრეს, მეუფე პეტრე ავრცელებს ხმებს კორუფციაზე საპატრიარქოში და ის არის შანტაჟის შესაძლო თანამონაწილე საპატრიარქოს წინააღმდეგ. დიდი მადლობა. ეს არის რეალობა და სიმართლე. არ მიდის მარტო მხოლოდ რუსთავი-ორზე და ის ძალიან ხშირად მაგალითად ჩვენი არხის როცა მოვა სხვა დროს სიამოვნებით გავესაუბრებთ. მადლობთ, გადავიდეთ ახლა თემაზე, რომელზეც მოწვეულები ყავს სტუმრები, გადაცემის ამ ნაწილში დებატებს წარმოგიდგენთ ზაფხულში თბილისში დაგეგმილი აღონიზება, რომელსაც ქვია ღირსების მარში, მიმართვის ტექსტში წერია ჩვენ ვართ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და queer ადამიანები ჩვენზე ძალადობენ ოჯახში, ქუჩაში, სკოლაში, სამსახურში გვივარდებიან, სახლებშიც გვაგდებენ ოჯახებიდან, ჩვენ კლავენ. ასევე დაგეგმილია მეორე რადიკალურად განსხვავებული აქციაც, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალური ქუჩების დაკავებას და ამის შესახებ ქართულმა მარშმა მერიას უკვე მიმართა. დღეს გადაცემაში მოვიწვიეთ ორი სტუმარი, რომელთაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ბატონი კობა დავითაშვილი, რომელიც უკვე კარგა ხანია საუბრობს ოღონდ სხვა თემაზე და კაბატონი ნინო ბოლქვაძე, უფლებადამცველი ადვოკატი. ძალიან დიდი მადლობა. რომ ხართ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. ორივენი თან პოლიტიკოსებიც ვართ უკვე. კაბატონ ნინოძე და მეც არჩევნებში მონაწილეობთ. კენიაც კენჩ სიყრი და მე მქონდა. კაბატონი, თქვენ არა ხართ ორგანიზატორი ამ ღონისძიების, მაგრამ თქვენ გაგაჩნიათ თქვენი მოსაზრებები ბუნებრივია ამ საკითხზე. თან პროცესი იქითკენ მიდის, რომ რაღაც ორი აქცია ერთდროულად შეიძლება გაიმართოს. რისთვის იმართება აქცია, რომელსაც ქვია ღირსების მარში? სათაური თავის სათქმელს ამბობს ჩვენ საზოგადოებაში არა მხოლოდ ჰომოსექსუალ ადამიანებს და ტრანსგენდერ ადამიანებს არ გვაქვს ღირსეულად ცხოვრების უფლება, შესაძლებლობა, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს. ადამიანის ღირსება არის ის ღირებულება, რომელიც რამოდენიმე სფეროში ძლიერად უნდა იყოს დაცული. პირველ რიგში, ნებისმიერ ადამიანი უნდა იყოს დაცული იმისგან, არ უნდა ეშინოდეს, რომ მასზე ფიზიკური თავდასხმა მოხდება ოჯახში, საჯარო სივრცეში, ნებისმიერ ადგილას. უნდა იყოს დაცული ფსიქოლოგიურად, რომ ფსიქოლოგიური თავდასხმა და ზეწოლა არ მოხდება მასზე. თანასწორუფლებიანობა მისი აღიარებული უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, ანუ მისი ღირსება ილახება. ღირსება არის ისეთი უფლება, რომელიც ადამიანის გარდაცვალების შემდგომაც კი აქტუალურია. ის ვლინდება მართლმსაჯულებაზე წვდომაშიც. თუ ჩემი უფლებები შეილახა, მაგრამ სასამართლომ არ აღადგინა, ისევ ჩემი ღირსება ილახება. კიდე ერთი სფერო, ეს არის პირადი ცხოვრების სფერო. მე არავინ არ უნდა მიმითითოს, ჩემი პარტნიორი, ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც ქესის უნდა იყოს. და ბოლო, გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება არის ერთის მხრივ უფლება და თუ რომელიმე ჯგუფს ამ უფლებას უკრძალავენ, რომ ისარგებლოს, ეს ასევე არის ინსტრუმენტი, რომ აი დანარჩენ უფლებებზე, რაზეც ეხლა ვისაუბრე, მათ შორის არის ღირსეული ცხოვრების უფლება, რომელიც გვეხება სულ ყველას. წამლებზე ხელმისაწვდომობა, ასევე მოხუცებულობის ასაკში
როდესაც ნებისმიერ ჩვენთაგანი შეიძლება უმწეო გახდეს და დამოკიდებული გახდეს სოციუმზე, მისი ღირსება არ იყო შელახული. მე იმის თქმა მინდა, რომ ღირსების მასში, რომელიც ხშირად მედიაში გარკვეული ჯგუფების მხრიდან ინტერპრეტირებული, არასწორად არის და ერქმევა, ასე ვთქვათ, გავს ჟღერადობა სიტყვების pride ინგლისურად, რომელიც ღირსებასთან არის ახლოს და პარადი საბჭოური სიტყვა საბჭოთა კავშირიდან რომ მოდის და აი პარადი რო გვახსოვს ზეიმის სახით. ანუ pride პარადი არ არის. ჩვენ pride-ის კვირეულს ვარქმევთ ღონისძიებას, იმიტომ რომ და ეს არ იქნება ზეიმი, ეს იქნება კონფერენცია, რა დროსაც მთავრობის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვისაც ეხება უფლებების დაცვა, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობიდან სპეციალისტები, პოლიციელები, ვინც საჯარო შეკრების თავისუფლებას იცავს თავის ქვეყანაში და გამოცდილია, შეიკრიბებიან და ისაუბრებენ უსაფრთხო სახელმწიფოში ყველამ ერთად როგორ ვიცხოვთ. მადლობა ნინო, მოდით კობასთან გადავიდეთ. მე მზად ვარ მეტი დრო დავუწვევ, იმიტომ რომ ეს თემაზე მესმის აი გამოხატვის თავისუფლება, რაც ქალბატონმა ნინო მახსენა, აი თქვენც ახსენეთ გამოხატვის თავისუფლება დაახლოებით 1 კვირის წინ, როდესაც ჩვენს გადაცემაში იყავით და სადაც კობამ ხელი მოიღერა და ხმამაღლა თქვა მე ჰომოფობი ვარო და საარჩევნო კამპანიაც გეწყებათ მალე და ამის თქმას კიდევ არაერთხელ აპირებთ, ხო? აი რაში ეს ჩემი წინა საარჩევნო. კი ბატონო, აი რატომ გადაწყვიტეთ ამის თქმა და ნუ რადგან გადაწყვიტეთ თქმა, ასეც ფიქრობთ. მოგახსენებთ, მოდით გავიხსენოთ რა მოხდა 2013 წლის 17 მაისს, ხო? ყველას გვახსოვს, მრავალრიცხოვანი აქცია, ასე ვთქვათ, მცირე რიცხოვანი ფრიად აქციის წინააღმდეგ, როდესაც სასულიერო პირებიც იყვნენ იქ, ძირითადად არასასულიერო, მაგრამ მოხდა ესე გამოდევნება, ძალადობის ცდელობა და მხოლოდ პოლიციის სიმარდემ გადაარჩინა, ასე ვთქვათ, ღირსების შეკრების ბოდიშით სახელს. მაშინაც ესე ერქვა ალბათ, ხო, მე არ მახსოვს. წარმომადგენელი სიცოცხლე კი ბატონო, გადაარჩინა ღირსების საკითხი და ანუ სიკვდილი დასჯა გაუქმდა სწორად ღირსების უფლება ედო სიკვდილი დასჯის გაუქმების საფუძვლად. თუ რამ გნებავთ კიდევ ბრძანეთ, მე უბრალოდ ბევრი დრო დავიწყო. კი ბატონო და იმ დროს თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 100 ადამიანს ემუქრებოდა საჯაროდ სიცოცხლის მოსპობა, ანუ სიკვდილი დასჯა საჯაროდ სასამართლო გადაწყვეტილების პოლიციას რომ ეყოჩაღა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. გეთანხმებით აბსოლუტურად. ბატონო და ამას იწვევს მათ შორის სიძულვილის ენა, რომელიც გადაიზრდება სიძულვილით მოტივირებულ ინციდენტებში და შემდეგ დანაშაულში და შემდეგ უკვე ჯგუფის განადგურებაში. ეს არის მარტივი ლოგიკა, ყოველთვის ასე მოქმედებდა. ეხება ეს რასას, ეხება ეს ორიენტაციას, აქ განსხვავება ერთნაირად მუშაობს. ამიტომ არის სიძულვილის ენა საშიში ბატონო. კი ბატონო, კობას დავასრულებინოთ ახლა. არა, მე პირიქით შესაძლებლობას დისკუსიის რეჟიმში ვსაუბრობ. მე ძალიან ნათლად გამოვხატე, მე ვიყავი პოლიტიკოსი, ვიყავი პარლამენტის წევრი, ასე ვთქვათ, მაშინაც ზუსტად იგივე პოლიტიკური შეხედულებები მქონდა და ვიყავი ინიციატორი კანონპროექტისა, მავნე ზეგავლინისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე, რომლის განახლებასაც მე ვგეგმავ და აუცილებლად ჩემი კამპანიის ერთ-ერთ მთავარ საკითხად უნდა ვაქციო, იმისათვის რომ ბავშვების დაცვა არის დღეს უმთავრესი. და მე მაშინ მივეცია მაშინ ეს იყო აღმაშფოთებელი, მიუღებელი და დასაგმობი. მე მოვითხოვე ეკლესიისგან იმ მდემსახურების საეკლესიო დასჯა, რომელიც ამ ასე ვთქვათ აქციაში მონაწილეობდნენ და მათ ქმედებაში იყო ნიშნები, რომ ისინი არა ვთქვათ აშველებდნენ და აკავებდნენ ამ საზოგადოებას, არამედ ამ საზოგადოების ასე ვთქვათ ბოდიშით ჯოლური ნაწილი გახდნენ და იმ სურვილებით იყვნენ აღტკინებული, რაც ხშირად ხდება, ვიცით ხო, მიტინგს თავის ფსიქოლოგია აქვს, როდესაც აგიტაციებს ეს ხალხის მასა და თავს გავიწყებს და ბევრ ადამიანს ზოგჯერ იმაზე ნაკლები ტვინი აქვს, ვიდრე ერთ ადამიანს, ხო, ეს არსებობს ესეთი თეორია და ის მართალია, ბევრ მიტინგზე ყოფილი. მე არ დამიმალავს და ასევე მინდა ვთქვა. ყველას აქვს სიტყვის თავისუფლება, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, ყველას აქვს სიცოცხლის თავისუფლება და ეს
და არავის არ აქვს უფლება ადამიანის ემოს ამის გამო. არავის. ამიტომ მე მინდა მოუწოდო ყველას, რომ კატეგორიულად არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან არანაირი ძალადობა არავის მიმართ და არც ამ ჯგუფის მიმართ, რომელიც სადღაც შეიკრიბება თუ არ შეიკრიბება. ეს არის ჩემი ნათელი, ესე იყო, მე ეს პოზიცია არ შემიძლია. საინტერესო რამ თქვა ქალბატონმა ნინო მაგ განცხადებები არის წამახალისებელი და იწვევს ამას საბოლოო ჯამში, აი როდესაც თქვენ ამბობთ როგორც პოლიტიკოსი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებთ, რომ ვარ ჰომოფობი, ეს რა გულისხმობ და რატომ ვამბობ ამას? იმიტომ რომ ეს არ არის ერთი მოვლენა, ეს ღირსების თუ ასე ვთქვათ სიამაყის შეკრება თუ მსვლელობა არ არის, ხო, მარტო ელემენტი ამ ბოლო დროს გააქტიურდა მეორე ელემენტი ამ ყველაფრისა, რომელიც ეხება ჩვენი ბავშვების ახსნა განათლების საკითხს. და აქ ჩემო ბატონო და სიტყვის თავისუფლების საკითხს. ნინომ შეიძლება არ იცის, მაგრამ მისი კოლეგები სხვა სოფლიოს სხვა ნაწილებში და სხვა ქვეყნებში უკვე აქტიურად ითხოვენ ჩემნაირი ადამიანების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. ამას აქტიურად ახორციელებენ. განსაკუთრებით საშიშროებად ეჩვენებათ სოციალური ქსელები, როგორც უკონტროლებული, ასე ვთქვათ, საშუალება. თქვენ უფრო დასაცავი ხართ. იცით რა, დღეს ტრადიციული კონსერვატიული შეხედულებების ადამიანების სიტყვის თავისუფლება სოფლიოში უფრო მეტი საფრთხის წინაშე დგას, ვიდრე სექსუალური უმცირესობის უფლება. საქართველოში დევნით ამის გამო ვინმე ბატონკობა? საქართველოში არა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ სოფლიოში ტენდენციებს და ვხედავთ რომ ეს ტენდენციები ძალიან ასე ვთქვათ მოკლე ხანში გადმოინაცვლებს ხოლმე საქართველოში და აქამდე ჩვენ გვესმოდა რომ ეს ადამიანები აკეთებდნენ ამ ტიპის განცხადებებს ხა თქვენ ბძანეთ რომ საქართველოს მაგალითს მოგიყვანთ ჰომოფობი ვარო თქვენ რომ საქართველოს მაგალითს მოგიყვანთ აი ჰომოფობად რომ აცხადებენ ეხლა ის ადამიანები ამბობენ რომ მათი თავისუფლება სიტყვის თავისუფლება საფრთხის მაგალითს მოგიყვანთ შეგახსენებთ საოპერო მომღერალს ქალბატონ ივერს ეს მისი სასცენო ფსევდონიმია თამარივერი დიახ თამარივერი რომელმაც გააკეთა განცხადება რომელსაც შეფასება მისცა არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობა არ ვიცი თქვენ იცით ალბათ ხო ამ ორგანიზაციას არ ვიცი დღესაც არსებობს ის ორგანიზაცია ალბათ არსებობს ხო რა შეუშლიდა მის არსებობას მისცა შეფასება როგორც ჰომოფობიური განცხადების და ეს შეფასება არ დარჩა სიტყვის თავისუფლებად. ქალბატონი თამარ ივერის წინააღმდეგ თელ სოფლიოში LGBT თემა მოაწყო დევნა. მისი გამოხატული მოსაზრებების და ეს დევნა იყო ძალიან კონკრეტული შედეგების. მას უშლიდნენ კონცერტებს, ასე ვთქვათ, უკავშირდებოდნენ საკონცერტო დარბაზების ადმინისტრაციას, უკავშირდებოდნენ პროდიუსერებს, უკავშირდებოდნენ იმპრესარიოებს და ადამიანი მოაქციეს დისკრიმინაციის, აი თქვენ რომ არ მოგწონთ, აი ფსიქოლოგიური ზეწოლა, გეთანხმები? აი ფსიქოლოგიური ზეწოლის მარწუხებში, ბატონკობა, კონკრეტული ჰომოფობიური განცხადების გამო, კონკრეტული რაღაც თეატრის დირექტორმა გადაწყვიტა, რომ მას იმ კონცერტში არ მიეღო მონაწილეობა. ეს იყო ორგანიზებული კამპანია და ეს არ დაუმალავს არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის ხელმძღვანელს. არ არის მიღებული. არა, უკაცრავად ჰომოფობიური დიდი ბოდიშით, უკაცრავად. მე გისმენდით, ხო? მეც გისმენთ, მაგრამ არა, მე ხომ არ გაგაწყვეტინე, პირიქით საშუალება მოგეცი. მაყურებელმა შეიძლება არ იცის, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ თავისუფალი მოდელი გამოხატვის თავისუფლების. ჩვენ სიძულვის ენა აკრძალული არ არის. მე არ ვარ მომხრე, რომ სიძულვის ენა აიგრძალოს. მე ვარ მომხრე, რომ ადამიანებს გავაგებინოთ ჩემი საუბრით. ბევრი ვისაუბროთ. ყველა მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბროთ, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ. გავაგებინოთ ერთმანეთის გულებს ვესაუბროთ და დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც დაინახავს, გაიგებს, დარწმუნდება იმაში, რომ სხვა ადამიანის სიცოცხლეს მართლაც მისი სიცოცხლის ხარისხს დიდი საფრთხე ადგება უბრალო გამონათქვამით, ის დარწმუნებული ვარ, ამას აღარ გააკეთებს. ერთადერთი ჯგუფები, ვინც დღეს მსოფლიოში არის ესეთი ტენდენცია. ჰომოფობიურ ნარატივს არ იყენებენ ესე უბრალოდ. მე ვხედავ, რომ ძალიან მშვიდობიანად მიყურებ და არ გეზიზღებით ეს ჩანს. და არის კეთილი განწყობა. ესეთი კეთილი განწყობა ადამიანებს შორის გვაქვს. პრობლემა ჩდება როდის?
როდესაც ჯგუფები, ვინც ცდილობს ძალაუფლების მოპოვებას, ხელისუფლების მოპოვებას, იყენებს საბჭოთა კავშირის დროს დათესილ არასწორ წარმოდგენებს, რომელიმე ჯგუფებზე. ესეთი განტევების ვაცი იყო. ჰომოსექსუალი მამაკაცები იყვნენ 2000 წლამდე საბჭოთა კავშირის პოლიტიკა იყო ესეთი, ანუ ჭირდებოდა განტევების ვაცი. იმიტომ რომ ვიღაცას უნდა გადაებრალებინა ის რომ სიცოცხლე, ანუ ცხოვრების ხარისხი არ იყო ძალიან კარგი. დღესაც ის რომ სიღარიბე გვაქვს, ის რომ მედიკამენტები ასეთი ძვირია და მონოპოლია გვაქვს სამედიცინო სფეროში, ისეთი რომ მე წამალი რომელიც მჭირდება თურქეთში 80 ლარი ხის და ჩვენთან 200 ლარი ხის. ანუ სოციალურ თემებს ხარებს სახელმწიფოში ის ჯგუფები, ვისაც ან პირდაპირ ევალება და ვერ ასრულებენ, ან ის ჯგუფები, ვინც არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ უნდა მოსვლა ხელისუფლებაში. მოგცემ სიტყვას, უბრალოდ აი ქავატონინო, აი თქვენ წინ ზის ადამიანი პოლიტიკოსი, რომელმაც თქვა მე ვარ ჰომოფობი. ეს რა გავლენას ახდენს ახლა საზოგადოებაზე ან ვინმეზე შეგიძლიათ მითხრათ? აი გამოხატვის თავისუფლება მაქვს და ვამბობ. სწორედ ამიტომ გჭირდება ჩვენ გარეთ გასვლა და იმის ჩვენება, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ადამიანი არის ღირსების იდეის. არა LGBT თემი ახლა ბევრი ანუ ძალიან პატარა უმცირესობა არ ვართ, მაგრამ მოსახლეობის დაახლოებით 10%. ყველა ქვეყანაში ასე. მინუს პლუს, დაახლოებით 10%, ხო? ჰომოფობიურ გარემოში ძალიან ცოტა გადის გარეთ და ღიად ამბობს, ხო? გარეთ გადის ვინ? ადამიანის ღირსების და იმ იდეის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება არის თავად ადამიანი, მისი სიცოცხლე, მისი ღირსება და მისი თავისუფლება. აი ამ იდეის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გადის გარეთ. ამიტომ თქვენ შეიძლება დამობილიზოთ თქვენი ამომრჩეველი იმით, რომ თქვათ, რომ ჰომოფობია რას ნიშნავს? ჰომოფობია არის შიში, ხო? შიშის ისი მეშინია იქნება ამახსნევინო. შიშის ზიზღის აგრესიის ირგვლივ ადამიანების დამობილება შესაძლებელია, თუმცა ადამიანის ღირსების სიყვარულის, გაგების, თანამშრომლობის ირგვლივ დამობილიზება ასევე შესაძლებელია. ჩვენ ვიყენებთ ამ ბოლოს. კარგით, აი რისი გეშინია? რისი მეშინია? მე მეშინია ჩემი შვილების მომავლის. მე ვხედავ კონკრეტულ ტენდენციას, კონკრეტულ შეტევას, საერთაშორისო შეტევას, არა მარტო ჩემს ქვეყანაზე, მე ვხედავ უამრავ ქვეყანაზე, მესამე სამყაროს ქვეყნებზე, სხვა ქვეყნებში უკვე ამ ტენდენციამ გაიმარჯვა და ეს გულისხმობს და ეს ყველაფერი უკავშირდება არასებული საფრთხის გეშინია თქო არა არსებული საფრთხის მეშინია ინგა არსებული და აგიცე საქართველოში რა არის არსებული საფრთხე ამ წუთში რა გულისხმობა ყველაზე მაღალი სტიკატური ჩემი დანახვით თქვენი შვილი შეიძლება ლესბოსელი გახდეს მე რომ ნახავს ტელევიზორით აი უკაცრავად თქვენი რომელიმე შვილი შეიძლება გეი ან ლესბოსელი გახდეს შეიძლება დავასრულო აი ძალიან მარტივი კითხვა მე არ მოგმართავთ ასეთი შეკითხვებით ხო და თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის მესმის მაგრამ მე მანამდე სხვა შეკითხვა დამისვეს და იქნება ჩვენ რა უხსნა რას პრაქტიკულად და იგივე მეშინიაო ჩემი შვილების გამო თქვით თქვენ საბავშვო ბაღში შევიდა აქტივისტი ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ გენდერული იდენტობისა რომელმაც 4 წლის ბავშვს დაუწყო ახსნა რომ ანუსი ეს ასე ვთქვათ ბავშვის არაფერი დეზინფორმაცია ამის ფაქტებია არათუ დეზინფორმაცია ნინო დამასრულებინეთ მე ხო მაქსიმალურ კეთილგანწყობით არ გაწყვეტილი რომ საბავშვო ბავშვი შეგიძლიათ უკაცრავად თუ შეიძლება დამასრულებინეთ რა მეტად არგუმენტირებული რო იყოს თქვენი მონაყოლი რომ არ ჩავსწავლოთ სწორი ინფორმაცია კაეროს ოჯახის დაგეგმარების ასოციაცია კაეროს ძალა მოქმედებს ასე უკაცრავად დიდი ბოდიში მე ახლა ძალიან მოწმინებით არა დებატებია მაშინ მე თქვენ უნდა გაგაწყვეტინო თქვენ არ გსურთ რომ მე ვთქვა ხო
რომ რაღაცა ხდება არა კითხვებას უნდა თქვა რასაც ვამბობ არ არის ხვილი არის სიმართლე თუ ეს ხვილია დასაბუთეთ რატოა ხვილი სად მოხდა ეს შეგიძლიათ თქვენ შვილებს პირველ რიგში ვასწავლით რომ ხვილი არის მეძღვრა ამას და შეიძლება აბუნე თქვენ არიცით რომ ამის შესახებ აუცილებლად როდესაც ადამიანმა განაცხადა მასწავლებელმა განაცხადა ვინც ეს ასწავლა ბავშვებს და უთხრა რომ არა მე დავასრულებ რა ასწავლა მან უთხრა პატარა 4 წლის ბავშვებს, რომელთაც ყველაზე მეტი მაქსიმალური ცნობის მოყვარეობა აქვს და ყველაფრით ინტერესებიან. ანუსი ზოგიერთებისთვის არის სიამოვნების მიღების წყარო. ანუ ეს არის ჩემი თვალსაზრისით გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანთან. ანუ სისხლის სამართლის დანაშაული სამართალდამცავ ორგანოებს. ჩემი საჯარო განცხადება არა, საჯარო განცხადება. ჩემი საჯარო განცხადება ჩათვალეთ რომ თქვენ ჩაიდინეთ დანაშაული თუ იცოდით რომ გარყვნილ ქმედებას ქონდა ადგილი და არ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს. ეს ადასტურებს რომ თქვენ უბრალოდ მაპატიეთ. ნუ ეს თქვენი პოზიცია, ბავშვებს უნდა აუხსნათ რომ მასტურბაცია ეს პრობლემა არ არის. 4 წლიდან 6 წლის ასაკამდე მას უნდა ვაცნობოთ, რომ არსებობენ განსხვავებული სექსუალური კომფორტი, კარგი განათლება, შრომაციას ტრადიციული ფასეულობების. წრის დახშობისათვის. მოკლედ, ბატონო, საქართველოს მთავრობა რასისა, ეროვნებისა, პოლიტიკური თუ რა არის თქვენი ინტერესი რომ არ მოთქმევინოთ? ახლა მე რომ თქვენ არასოდეს რომ სტერეოტიპები თავიდან აიცილონ თავისი პირველი შვილის არავინ არ არის, ვინც გეტყვით რომ თქვენ სიცოცხლის უფლება გაქვთ, თქვენ ჯანმრთელობის უფლება გაქვთ, თქვენ ღირსეულად ცხოვრების უფლება გაქვთ. ძალიან დიდი მადლობა. ახალგაზრდებო თქვენგან ყველა ეს უფლებები, მაგრამ ეს არ გულისხმობს რომ თქვენ მადლობა ნინო, მადლობა კობა.